მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის. დღეს ჩვენი ვისაუბრებთ, ესე იგი, ლევან ლორთქიფანიძესთან ერთად, გოტა ჭანტურიასთან და მედიატურა შულთან ერთად, მე მარია მიაკობიძე. დღეს ვისაუბრებთ ევროკავშირის და ქართული ოცნების ურთიერთობებზე, ზოგადად ქართული ოცნების პოლიტიკაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, როდის დაიწყო ეს რა პოლიტიკა ჰქონდა მანამდე, როდის შეიცვალა ეს მიდგომები, რამ განაპირობა და ასევე ცოტა შევეხებით შაბათის იმედის დებატებს, სადაც ესე იგი ჩვენი გატა გაიწირა სამწუხაროდ რძე დავალევინათ ბევრი ულაქტოზო, ხო? მე მგონი როგორც ვიცი რადიაციის შემთხვევაში ულაქტოზო რძე არის რეკომენდირებული და კარგით, ესე იგი, სანამ უშუალოდ თემებზე გადავალთ და ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, ასევე ჩვენი პოდკასტის ეპიზოდები იდება ხოლმე Spotify-ზე და ეხლა წესით ეკრანზე სადღაც უნდა გამოჩნდეს, არ ვიცი ზუსტად სად ქვემოთ. გამოჩნდება QR კოდი, სადაც შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ და ნახოთ მთავარი ლინკები, ასევე გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორც იცით, მოკლედ მოძრაობა აქტიურად მუშაობს ახლა გაფართოებაზე, პარტიის ფორმირებას და პარტიის რეგისტრაციაზე და მოკლედ გამოვყევით, გაიგეთ სიახლეები ჩვენ პარტიის ყრილობის თარიღსაც ალბათ გამოვაცხადებთ, როცა ამის დრო დადგება და მზად გვექნება ამისთვის ინფრასტრუქტურა. მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და დავიწყოთ, ხო? მოდი რითი დავიწყოთ. ჯერ ცირადი კომენტარი ალბათ გავაკეთოთ იმედის დებატებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზუსტად ამ თემას შეეხებოდა ევროინტეგრაციას და ევროკავშირისთან ურთიერთობებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, თვითონ სათაური უკვე როგორ იყო ჩამოხელიბებული, ამაზე გოტამას აღნიშნა დებატების სრულობისას და გოდა შენ ხوار დაიწყებ თუ გინდა ჯერ რაღაც შენი ზოგადი გამოცდილება გაგვიზიარე და მე რაღაც კონკრეტულ თემები რაც შეიძლება ობიექტურად ახლა შეუძლებელი არის ხო რა იქ ყველაფერი გააჟღერო რაღაც თემები რაც იქ ვერ მოხერხდა რომ გაჟღერებულიყო ის თემები შემოგვიძლია რომ ახლა ნელ-ნელა ჩვენ შევავსოთ. კი ბატონო, ხო მოკლედ პრინციპში შემიძლია თქვა და მე გავშალოთ, ხო, სახელიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ ეხლა თვითონ არხიც გასაგებია, ხო, ეს პროპაგანდისტული ტელევიზია არის, თვითონ კითხვაც ისე იყო ფორმულირებული ჩემს მისამართით, რომ აი ბიუროკრატია ლახავს წითელ ხაზებს და ასე შემდეგ. თვითონ თეატრულკიანს, რა ვიცი, მე მგონი მის შესახებ ყველასთვის ცნობილი არის და ამ ხრივ ხა დიდი სიახლე არ იყო გასაგები იყო რომ ეს ადამიანი პირდაპირ თქვათ რაღაც ამ შხამს და გესლს პირდაპირ ანთხევს და ზრდილობაზეც ამიტომ ძალიან ბევრჯერ მივუთითე იმიტომ რომ ნუ პირდაპირ ანუ მე თქვათ ვეკითხებოდი იმ საკითხებზე რაც ნუ პრობლემატური არის ქართული ოცნების პირობებში და ნუ ის პირდაპირ პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოდიოდა და ერთი თემა რაც აი ევროკავშირთან დაკავშირებით რასაც მუდმივად ატრიალებდნენ და მე ვნახე თქვათ სხვაებიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრებულად ეს არის ომის საკითხი ხო რომ ანუ თქვათ ვიღაცები ცდილობდნენ ჩვენს საქართველოს ომში ჩართვას. ოღონდ ეს ვიღაცები ვინ არიან კონკრეტულად, როდის, ვისთან, რანაირად ამ კონტექსტში ასევე ახსენებენ ირაკლი ღარიბაშვილს, ხო, რომელზეც თვითონვე ამბობენ, რომ ეს კაცი თურმე კორუმპირებული არის და ამიტომ ხო აი მისი საუბარი, ხო, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და კიდევ გვერდზეიჯდა ის ადამიანი, ხო, ისიც რაღაცა საოცარი ჭორის დონეზე განიხილავდნენ მოკლედ ევროინტეგრაციის საკითხს. ნუ ასევე საინტერესო იყო, რომ აი მუდმივად მოყავდათ ეს სტატისტიკები და ამ სტატისტიკები ჯონგლიორობდნენ, რომ თქვათ აგერ მაგალითად მოლდოვასთან მიმართებით რომელიღაცა რეიტინგში უფრო წინ ვართ ვიდრე უკან და აქაც თქვათ ეხა მე მუდმივად წინა რეჟიმზე შევახსენებდი ხოლმე და აქაც ეხა რაც მეხსიერებაში მოდის, ჩემთვის მოდის ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც აი ხან რაღაცა doing business-ით და ხან რაღაცით ამბობდნენ რომ რეიტინგებში ზევით არიან და საბოლოო ჯამში რა ვიცი ჩემთვის ეხა კარგი გამოცდილება იყო ეს
დებატები, მე თვითონაც აშკარად წყობიდან იყო გამოსული ეს ადამიანი, იმიტომ რომ იმდენად თქვათ სულ შეურაცხყოფის ფორმა ქონდა მის საუბარს, ხო? ნუ რაღაცა კი, მაგრამ ნუ მე მგონია რომ მაინც გადააჭარბა მის სტილსაც გადააჭარბა და საბოლოო ჯამში ხო ანუ არაფერზე არც ერთ თქვათ იმ საკითხზე, რაც ჩვენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არის, ის პრინციპები, რასაც თქვათ თუნდაც ევროინტეგრაციისთვის უნდა კმაყოფილებდეთ, თქვათ იქნება ეს დემოკრატიულობის პრინციპი, იქნება ეს სოციალურობის პრინციპი, მართლმსაჯულების საკითხები, არაფერზე მოკლედ პასუხები არ ქონდათ და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნუ ეს ხალხი პრინციპში არც აპირებს ამ მიმართულებით სვლას, ხო, მათი მოცანა არის აი ძალაუფლებაში ყოფნა მუდმივად. და ესეც ღიად მე მგონი რამდენჯერმე თქვა, ხო, რომ ანუ ჩვენ პრინციპში სულ იქნებით და ეს იყო მოკლედ რაც შემიძლია თქვა. ნებას თუ მომცემთ, მცირე კომენტარს გავაკეთებდი. ზოგადად ქართული ოცნების პროდასავლურობაზე და პროევროპულობაზე რომ ვისაუბროთ და ზოგადად იმაზე რომ ევროინტეგრაციის პროცესი როგორ მიმდინარეობდა ამ ქვეყანაში ან პროევროპულობა როგორ იქცა საქართველოში ხელისუფლებების მიერ ძალაუფლების ლეგიტიმაციის საშუალებად, ანუ პროევროპულად თავის გამოცხადება და სხვათა შორის მაგალითად ადრე ამაზე მუშაობდი სტატიაზე, რომ ეს ევროპის ცნება როგორ იცვლებოდა საქართველოში, ანუ რა იგულისხმებოდა ევროპაში, ევროინტეგრაციაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები რა შინაარსდებდნენ ხოლმე ამაში და ფაქტობრივად ცარიელი აღნიშნული არის, ხო? ანუ ყველა რაღაცა თავისებურ ინტერპრეტაციას დებს და საბოლოო ჯამში ამ პროცესის განხორციელებაც ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის რაღაცა ძალიან ზედაპირულად ხდებოდა და თვითონ თავად ქართული ოცნების წარმომადგენლები იყვნენ ყოველთვის როგორ თქვა ზედმეტად ანუ ტექნოკრატიულად უყურებდნენ თვითონ ამ პროცესს და არა შინაარსობრივად, ხო? და პროევროპულობა ამ შემთხვევაში გამოიხატებოდა რიტორიკის დონეზე, რაღაცა ტექნოკრატიული, რაღაც კონკრეტული რაღაც არ ვიცი რაღაც უნდა შესრულებულიყო, ის შესრულდა და მორჩა. ანუ რა კონტექსტში უნდა მოაქციო ის რაღაცა რეფორმები და უშუალოდ რაც არის გათვალისწინებული, რისთვის არის ეს რეფორმები და ასე შემდეგ. ამაზე აი ეს მსჯელობა არ ხდებოდა და საერთოდ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ევროინტეგრაციაზე და ევროპაზე კონსტრუქციული მსჯელობა ფაქტობრივად ტაბუირებული იყო რა. ანუ თუ შენ რაღაცა ზუსტად იმ მესიჯებით, ან იმ ნარატივით არ ილაპარაკებდი, რაც იყო გაბატონებული, რაღაცა აუცილებლად მონიშნა ხდებოდა შენი თითქოს აი ანტიევროპელად და როგორ შეიცვალა მე უცებ ხო ეს და რატო შეიცვალა ეს იმიტომ რომ აი ეს შინაარსი რაც იყო ამ ევროინტეგრაციის არც ჰქონდათ მათ არასდროს გასიგრძელებული ასე ვთქვათ და ჩვენ მოძრაობა ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას და შიდა მსჯელობებიც როცა გვქონია ჩვენ ვამბობთ რომ ევროინტეგრაციას ჩვენ ხედავთ როგორც პროცესს რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, სოციალური განვითარებისთვის და ასე შემდეგ და არა როგორც თავისთავად რაღაცა თვითმიზანს და ისე რომ ჩვენ ამისკენ მივდივართ გაუაზრებლად ისე რომ არ გვაქვს გააზრებული აი ეს პროცესი თვითონ ამ პროცესისგან ჩვენ როგორც ქვეყანას რისი მიღება გვინდა და აი ესე იგი რიტორიკის ცვლილება როგორ უცებ მოხდა და რა თქმა უნდა ესე იგი უკვე მე რამდენი წელია ჩვენ ამას ვისმენთ რომ ერთი და იგივე მესიჯებს რომ ეს მოხდა რაღაც უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ დღემდე ვერ მოვისმინეთ რეალურად რაც შენ თქვი რომ ჭორის დონეზე ხდება ესე იგი სადღაც კულისებში ვიღაცას რაღაცა უთხრეს და აქედან გამომდინარე მოკლედ უცებ მთელი გუნდი ქართული ოცნების მთელი გუნდი მათი მხარდამჭერი მედიების უცებ ერთ ესე იგი დღეში ანუ დასინქრონდნენ და გადაიაზრეს რა არის ევროპა. ცოტა ისიც სასაცილოა ჩვენთვის რომ ანუ რაღაცა ისე რომ ამბობენ ანუ რა გამოსჭოვეს ხომ იცით მათი საუბრიდან რომ აი რაღაცას ძალიან ნაივური წარმოდგენები რო გაქვს და მე ეს ნაივური და ბავშვური წარმოდგენები
თავზე რომ დაგემსხვრელა და აი თითქოს აღმოაჩინეს რომ ევროპელები და ევროპა არ არის რაღაცა ფრთიანი ანგელოზი და თითქოს რაღაცა ეხლა აღმოაჩინეს რომ იქაც არიან რაღაცა შეიძლება იყვნენ პროგრესული ჯგუფები, არაპროგრესული ჯგუფები, იქაც არის ჯგუფები, რომლებსაც აქვს თავიანთი ინტერესები, ნებისმიერი კავშირში შესვლა, ნებისმიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ კავშირში თუ თავდაცვის კავშირში შესვლა გულისხმობს, რომ იმ მეორე მხარეს რაღაცა თავისი შეიძლება ინტერესები ქონდეს რაღაც და ანუ შენი როგორც პოლიტიკოსის და სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქცია ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ შენ ამის ლავირება მოახდინო და დაბალანსება მოახდინო და მაქსიმუმის გაკეთება მაქსიმუმის გამოტანა შეძლო აი ამ კავშირიდან ხო შენი ქვეყნისთვის და ჩვენ ახლა ვხედავთ რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან ერთად კიდევ უფრო გაცხოველდა ის პროცესები, რაც მანამდე შეიძლება ცოტა უფრო მოთოკილი იყო იმის წყალობით, რომ რაღაც აი ეს ევროინტეგრაციის პროცესში მაინც რაღაცა იმას ქმნიდა ინსტიტუციურ რაღაც მექანიზმებს და აქ რას გულისხმობ პირველ რიგში ხო რა ესე იგი უკონტროლო რესურსების მითვისება, ერთი კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ხალხის ხარჯზე და ანუ ყველანაირი ესე იგი პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური უფლებების უგულებელობა, ხო? და მე კითხვა მაქვს რომ თუ დაუშვათ გავყვებით მათ ლოგიკას, რომ ესე იგი მათ რაღაცას თხოვდა deep state-ი, ამას შეეწინამდეგენ სუვერენიტეტი დაიცვეს, რა უშლის ახლა მათ ხელს ხო, რომ თუნდაც ანუ ბავშვებს წამალი რო ჭირდებათ 40 დღეზე მეტი მშობლებს არ უწევდათ წვიმაში და ქარში ღამის გათენება. რა უშლით ხელს, რომ ის უამრავი სოციალური პრობლემები რაც არის ამ ქვეყანაში, ის პრობლემები მოგვარდეს. ბოლო განსაკუთრებით 2 წელია 2024-ის შემდეგ ჩვენ ანუ ერთი პოზიტიური საკანონმდებლო ინიციატივა არ მახსენდება მათი მხრიდან. ყველა საკანონმდებლო ინიციატივა რაც იყო, რაც ერთ დღეში დაჩქარებულად რამდენიმე საათში მიიღეს ხოლმე, ყველა თითქმის ხო იყო, რომ რაღაცის აკრძალვა, დაჭერები, გამკაცრება ჯარიმები და მეტი არაფერი. არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ ყოფილა ამ ქვეყანაში და ეკონომიკური თვალსაზრისითაც რო შეხედო, რასაც გვთავაზობენ ხოლმე ეკონომიკურ განვითარებად, არაფრით არ განსხვავდება იმ პოლიტიკებისგან, რაც ისედაც მანამდე, ანუ რაც წლები ამ ქვეყანაში არის, რაღაცა, არ ვიცი, სასტუმრო აშენდება, ან რომელიღაცა უცხოელი პოლიტიკოსისთვის არის Trump Tower-ი საშენება დაიგეგმება და ეს სახდება როგორც განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა ასე შემდეგ. ანუ და ეკონომიკურ დონეზე გრძელდება იგივე და პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით არაფერი, ანუ პოზიტიური არ ხდება პირიქით ყოველდღიურად მდგომარეობა მძიმდება და რა უშლით მათ ხელს ხო მაშინ თუ ესეთი სუვერენულები არიან და გათავისუფლდნენ ესე იგი ერთ დღეში გადაიაზრეს ხო მთელი მანამდე თუ სანთელს ანდებდნენ ევროპაზე ერთ დღეში გადაიაზრეს და აღმოაჩინეს რომ თურმე ესე იგი იქ ყველა ანგელოზი არ არის შეიძლება ხო ამ ევროპაშიც და არის ჯგუფები რომელსაც თავისი ინტერესები აქვს მაგრამ მანდაც ხო ჩანს მათი არაკომპეტენტურობაც იმ ხრივ რომ დაუშვათ და რაღაცა ჭორის დონეზე რასამობ, რა რაღაცა კულისებში საუბარი მოხდა, ხო? შენ ესე იგი არ გაქვს იმდენი კომპეტენცია, როგორც პოლიტიკოს, რომ ამის ლავირება მოახდინო ისე, რომ ქვეყანა არ შეიყვანო, ანუ მთელი ქვეყანა არ შეიყვანო აი ამ იზოლაციის მდგომარეობაში და აი ამ რაღაცა ჯვაროსნული ომი, რაც აქვს გამოცხადებული, ასე ვთქვათ, ზოგადად ევროპის და დასავლეთის მიმართ, ხო? ხო და რომელი გააგრძელეს? რომელს ლევაშა ხო არ გინდა რომ გააგრძელო? თუ მედიას ურჩევნია რომ კი ბატონო მე რამდენიმე სათქმელი მაქვს სანამ მარიმ რაც თქვა იმაზე გადავიდოდე მე ესე უბრალოდ ვერ გავატარებ რომ აი თეა წულუკიანი არის ღვარძლიანი ადამიანი და მორჩა აქ რაღაც პერსონალურ მოვლენებთან არა გვაქვს მარტო საქმე ქალბატონი წულუკიანი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში კონკრეტულ პოლიტიკურ კულტურას ამგვიდრებს ანუ პოლიტიკური კულტურა რა არის თამაშის წესები კონკრეტულ თამაშის წესებს ამგვიდრებს აი მაგალითად ქალბატონი თეა არის სიმბოლო იმისა რომ შეურაცხყოფა ადამიანის დამცირება უნდათ რომ გაასაღონ გონებამახვილობად და სიძლიერეთ. ვისაც თეა წულუკიანი მოგწონთ, იცოდეთ რომ თქვენ დაცინვას და შეურაცხყოფას
ასაღებთ გონებამახვილობად და სიძლიერეთ. და ამით ხელს უწყობთ აი ამ ბოროტი მოჯადოებული წრის შექმნას. ქალბატონი თეა წულუკიანი ძალიან დაემსგავსა თავის ოპონენტებს. ხო ჩვენ გვახსოვს ძალიან მძიმე მოვლენები და არასდროს არც ჩვენგანს ეს არ გაგვიმართლებია, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, როდესაც მას ოჯახის წევრებზე დასცინოდნენ ან თავის გარეგნობაზე დასცინოდნენ და ასე შემდეგ, ეს ეთყობა ამ ადამიანზე გავლენა მოახდინა და თვითონ გადაიქცა ურჩხულად და ეხლა თვითონ ცდილობს, რომ სხვის ოჯახში შეიჭრას, სხვას მიაყენოს შეურაცხყოფა სრულიად უნიზეზოდ ოჯახის წევრის გავლით, ხო? ეს არც ერთ ქართულ ტრადიციაში და არც ერთ ადამიანურ სტანდარტში და ღირსების არც ერთ კოდექსში, რაც კავკასიაში თუ მის მიღმა დაწერილა, არ ჯდება, ხო? აი ქალბატონი თეა წულუკიანი ამკვიდრებს ამ საზოგადოებაში, რომ ფარისევლობა გამოაცხადონ მადლიერებად. საერთოდ არ იყო საჭირო ხსენება, თქვათ, ბიძინა ივანიშვილის იმ კონკრეტულ კონტექსტში და არ საიდან ეს თემა მოიტანა და მარტო ბიძინა ივანიშვილს კი არა, მის ცოლს გადაუხადა მადლობა. ამას ხომ მოხერხება უნდა. ქალბატონი თეა წულუკიანი ამ იაფასიან გამონათქვამებს, აი ძალიან იაფასიან გამონათქვამებს, რომელსაც აი უკანასკნელი ბოგანო არ გამოიყენებს, ხო? ქუჩაში დგომის დროს და ყველაფრისგან გარიყული რო არის და სამყაროზე რო გამწარებულია, ისეთი ადამიანი რო არ გამოიყენებს, ისეთ სიტყვებს იყენებს ბრძოლის იარაღად და ამკვიდრებს აი ამ ძალიან იაფასიან დონეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობად. ნუ აღარ ვამბობ ახლა დემაგოგიაზე, უმაღლესი რანგის დემაგოგიაზე, როცა ერთს გეტყვიან და მეორეს ამბობ. ან ისეთ სხვისი აზრის მიზანმიმართულ დამახინჯებაზე, რომ თურმე გოტა იქივით მოსულა, რომ თავისი მილიონიანი ჯარიმის შესახებ ეწუწუნა ხალხის წინაშე, აგერ აქ არ წუწუნებს ხოლმე ამაზე. ანუ ესეთ ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ძალიან მკაცრი პასუხი ბიჭირდება ქალბატონ წულუკიანს, იმიტომ რომ არც მე დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც კი რაღაც ნაწილს ხო ძალიან დიდი ცხოვრება გამოვლილი. მათთვისაც კი დარწმუნებული ვარ კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი, ეს დონე, ეს იაფასიანობა, ესეთი შეტევები, ადამიანის დამცირების მცდელობები და რაც არ უნდა გააკეთოთ ქალბატონო თეა. ეხლა რო თია დაუწა ხო მაგალითად აი იაფასიანი იმის გამოვლინება. ქალბატონ თეა, რაც არ უნდა გააკეთოთ, ჩვენ მაგდონეზე არ დავეცემით. და მაგდონეზე არ დავეშვებით, რომ თქვენ იმაზე გარეგნობაზე და ოჯახის წევრებზე დავიწყოთ ლაპარაკი და თქვენს პირად კომპლექსებზე. ეს არის მიუღებელი, ესაც წელსქვევით დარტყმა და ჩვენი მოძრაობა ამ მიმართულებით არასდროს არ წავა. ასე რომ რაც არ უნდა ქნათ, ისეთ პასუხს არ მიიღებთ, როგორიც ღირსიც შეიძლება იყოთ ამ შემთხვევაში. ეხლა მეორე საკითხი. არ გამაჩეროთ, გთხოვთ თეაზე უნდა ვთქვა. მეორე საკითხი, ესე იგი, ეს ხო ძალიან შეურამწყობელია ჩვენთვის. აი ამ ოთახში ეკრანის წინ თუ ეკრანის მიღმა სხედვართ ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრები, ჩვენ ხა ასაკი არ გქონდა, მაგრამ მე მაგალითად და მარიც როგორც ვიცი და ეს გოტაზეც ვიცი ეს, აგერ იმაზე ნამყოფები ვართ უამრავ დემონსტრაციაზე მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოწაფეები ვიყავით. ხო, 7 ნოემბერს ხო და აი ამის თქმა მინდა, ჩვენ ოჯახებს თავი ქონდათ გადადებული, ამ რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდნენ. და თეა წულუკიანი, რომელიც როგორც უთხრეს მას, რომ ბოლო წელს ჩამოვიდა და გაიბრძოლა, კი, იბრძოლა, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ არავიზე ნაკლები ჩვენ არ გვიბრძოლია. და ესე შეურაცხყოფა, რომ მე შენ არ მახსოვხართ, ჩვენ შენ არ გვახსოვხართ, ქალბატონ თეა. თუ თქვენ არ გვახსოვხართ ქალბატონო თეა ძალიან ბევრ ადგილას და ზოგიერთი ობიექტურად არ იყო, მაგალითად ირაკლი კობახიძეს ეშინოდა კვლევის პრეზენტაციაზე მისვლის გამომაგდებენ სამსახურიდანო. და იმაზე აღარ ვამბობ, მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი იყო მამუკა მდინარაძე. და გავაგრძელო, შალვა პაპუაშვილი არ ვიცი სად იყო, ალბათ მარსზე იყო და მერე ჩამოვიდა 2018 წელს დედამიწაზე და მერე გამოჩნდა. ხო, ესეც და აგენტი იყო. და აღარ ვამბობ სხვებზე რა, იქ დეპუტატები რო გისხედან, ყველა პარტიაში ნამყოფები რო არიან. ასე რომ ენას კბილი დააჭირეთ, სანამ ვინსად იდგა იმაზე ლაპარაკს დაიწყებთ, თორე ამას თუ მივყევით, მე ვინსად აღმოჩნდება, ეს შეიძლება
ძალიან კატასტროფული იყოს. თუ მორჩი. არა, კიდე მაქვს ერთი, თუ შეიძლება, კიდე მაქვს ნათქვამი. სათქმელი ერთი საკითხი. ეს უკავშირდება თვითონ იმას, რა ქვია, აი ამ ივანიშვილის თემას. აი ხა ამ ქალბატონმა წულუკიანმა ზარსაიდან აქო ის მე ჩვენ ნახეთ ეს შემოწრწუნებელი პრესკონფერენცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სიღარიბეზე არ ჩაუტარებია ბრიფინგი, უმუშევრობაზე არ ჩაუტარებია ბრიფინგი, ოკუპაციაზე ხმა არ მოუღია არასოდეს და არ მოვიღოთ ხმა ის არაფერ სერიოზულ თემაზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. ბრიფინგი არ ჩაუტარებია, დანიშნა ბრიფინგის ადღეგრძელო. აი პატარძალს რო ადღეგრძელებენ ტრადიციულ ქართულ ქორწილში, ესე ადღეგრძელას ბიძინა ივანიშვილი, ხო? და ხმა არ მოიღოთ ბიძინა ივანიშვილზე და ასე შემდეგ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს პატივს არცემს. ქართული სახელმწიფო გონია მისი კორპორაციის შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტი. სახელმწიფო მოღვაწეების ნაცვლად თავისი სტაფის წევრები და კლერკები მოგვახვია თავს, დღეს თავისი დაცვის თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილედ დაგვინიშნა. ის კბილის ექიმი მაგისტრი ჩვენი ის იყო, რა ქვია, ჯანდაცვის მინისტრი, ყურის ექიმი პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ხა პარიკმახერი გვაკლია ბიძინა ივანიშვილის, რომ კულტურის მინისტრად დავნიშნოთ ჩვენთან. ანუ სახელმწიფოს შეგრძნება არა აქვს და მან თავისი პირადი ინტერესებისთვის, დიახ, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ეს ქვეყანა დატოვა მარტო ამ რეგიონში, ესეთ ვითარებაში, ყველასგან იზოლირებული. არც იმ ავტორიტარულ ქვეყნებთან აქ ბოლომდე საქმე დაალაგებული. დასავლეთისგან ყველა ხიდი აქ ჩაწყვეტილი და ესე ჰაერში გამოკიდებულად არის ეს ქვეყანა და ეს მისი დამსახურება. ასე რომ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, თქვენი პასუხისმგებლობაც იქნება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებელია იმ 1000 უბედურებაზე, რაც ჩვენ დაგმართა და კიდევ უფრო შეიძლება ჩვენ მიუძღვნათ მერე ესეთი პოდკასტი მარტო ბიძინა ივანიშვილს და გავარჩიოთ რაშია დამნაშავე და რაში არა დამნაშავე და ბოლოს ჩუმდები, ბოლო ერთი საკითხი უნდა ვთქვა, ეს მართლა მაინტერესებს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს კი არა მხარდამჭერებს რო უსვამ შეკითხვას ვერ ვიღებ პასუხს და ბოლო 3 წელია ამაზე ვსვამ კითხვას და ვერავინ ვერ მიპასუხა. გვეუბნება ქართული ოცნება რომ ესე იგი დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. და რო ვეკითხებით რომ აი როგორ რა ფორმით გითხარით, ბოლომდე არაფერს არ გვეუბნებიან. გვეუბნებიან რომ კელი დეგნანი მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და რაღაც უთხრა. ეს რაღაც რა არის? რა უთხრა? შეიძლება რასაც ბიძინა ივანიშვილი თავისი ბიზნეს ინტერესებიდან და თავისი მილიარდებიდან გამომდინარე ომის დაწყებას ეძახის, მეცნიერულად და საზომებით, პოლიტიკის საზომებით ომის დაწყება არ იყოს, ხო? აი თქვათ მივიდა კელი დეგნანი და უთხრა რომ რაღაცა ჯაველინები გადაეცი უკრაინას, ხო? ხო შეგვიძლია ამაზე უარი თქვა მაგალითად. და ჩვენ რო ყოფილიყავით ალბათ ვიტყოდით ამაზე უარს. ხო ანუ წინააღმდეგობის გაწევის უნარი ხო გაქვს? ეს გასაგებია ჯაველინების გადაცემა თუ გთხოვა არის მართლა ამ ომში ერთ მხარეს ყოფნა. შეიძლება. მაგრამ ამასაც არ გვეუბნებიან ეს თხოვა თუ არა. სხვა რაღაცა თუ თხოვა რომ რაღაცა გაატარე აქ ტვირთი მოლიბდენი რომელსაც მერე გამოიყენებენ რაღაცის დამზადებაში. ისინი ეს არის ომის დაწყება, მოლიბდენის გატარება შესაძლოა პირობითად ვამბობ ამ მოლიბდენს. ანუ არაფერი არ ვიცით, რა კომუნიკაცია შედგა ვიღაც წესით და რიგით თანამდებობის არ მქონე ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის და გვეუბნებიან რომ შედგა ეს მოლაპარაკება, რაღაც თქვეს და ეს რაღაც ნიშნავს ომის დაწყებას. არ მოყვებით ამაში, სანამ ბოლომდე არ იტყვით. რაში იყო საქმე, როგორი იყო საქმე და თუ სიმართლეს გვეტყვით, ეგებ ვაღიაროთ ეს. რო გთხოვთ, აი კოტას თხოვა, რომ აი თქვენ ბრმა იარაღი ხართ, მშვიდობაზე ჩვენ მხარეს არ ახართ. არაფერს რო არ გვეუბნებით და სიტყვაზე რო უნდა ვენდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ტყუილის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. ხო, ეგ რთულია. აი ზუსტად 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში თუ სადღაც ამბობდა, რომ ერთ წელიწადში მაქსიმუმ უკრაინის ომი დამთავრდება, შეიძლება იანვარშიც დამთავრდეს, საქართველოს სამშვიდობოსაა გასული,
სოფლიოში ახალი წესრიგია, მოგვეცით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ამ სამშვიდობოს გავიდეთ, ხო? შევიდეთ, ხო? ეხლა რომელი საათია? 9:30-ია, მაგრამ რომელი წელია? 2026 წელია. მას შემდეგ გავიდა კიდე ერთი წელიწადი. და არაფერი არ შეცვლა და ამ კაცის პროგნოზებზე და წარმოდგენებზე და სიზმრებზე ამ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ხო? ოდი. არა, კიდე მაქვს საქმელი, მაგრამ წვენია. კაი. მე თუ მომწევ ორი სიტყვით მინდა და ელემა რას თქვა. აი ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო ეგ და ძალიან დამავიწყდა რომ მე თქვა რომ სულ აეუბნებოდა გოტას რომ ბარიკადებებზე არ მახსოვხარ და აი რაღაც ცინიზმით და ეს პირველად არ არის დიდი ხანია ქართული ოცნება მაგ ნარატივს აწარმოებს რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა. ანუ თითქოს მხოლოდ მასზე იყოს ეს და ამ დროს ესე იგი ყველამ ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა, მათ შორის 2007 წლის დარბევებიც მისი დაფინანსებული იყო და როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა და ხალხმა მას ასე ვთქვათ ქართულ ოცნებას ხმა მისცა, იმიტომ რომ უბრალოდ ის დასრულებული იყო, ის ჯოჯოხეთი დასრულებული იყო, რაც იყო მანამდე ქვეყანაში და ის წლები, ანუ ხალხი წლები იბრძოდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ხალხზე გადაწყდა ყველაზე მწარედ იმ რეჟიმის სასტიკი ხელი და თეატრულკენ და ანუ თეატრულკენ ბოლოსკენ შეუერთდა ამას და რატომღაც ესე იგი თუ ბიძინა ივანიშვილთან კაბინეტში არის ჯექი, ხო? ესე იგი მას არ ახსოვხარ. კაბინეტში თუ უშუალოდ იქ ასე ვთქვათ კომფორტის სიმაში არის ჯექი, არ ითვლება შენი ბრძოლა, რომელიც წლებს ითვლის მანამდე. და საერთოდ ანუ ეს ასაკიც რა ის არის, სტუდენტი ვიყავი მე მაგალითად, საერთოდ სკოლის მოსწავლე ვიყავი პირველად როცა გავედი ნაცების წინააღმდეგ აქციაზე და ესე იგი რადგან ასაკით პატარა ვიყავი ჩვენ და ის რომ იქ აქციაზე ვიდექი და ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიდექი, ხო? ეგ არაფერი არ არის, მაგრამ თეატრულკიანი ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში რო იჯდა, ხო? ის თვლის რომ ბარიკადებზე იდგა და ისე ანუ ეს მინდა რომ ძალიან ნათლად ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი დაასრულა ქართველმა ხალხმა იბრძოლა წლების განმავლობაში ამისთვის. ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი ბიზნეს ინტერესების გამო მოვიდა პოლიტიკაში და არა იმისთვის რომ ქართული ხალხი გადაერჩინა, იმიტომ რომ მას ძალიან მშვენივრად იყო ის მანამდეც როგორც ანუ მშვენივრად ცხოვრობდა იმ პირობებში, არაფერი არ ეხებოდა პირადად მას და ხმა ქართულ ოცნებას თუ მაშინ ვინმე მისცა იმისთვის რომ ის ჯოჯოხეთი დასრულებულიყო და იმ იმედით რომ ესეთი ჯოჯოხეთი აღარ განმეორდებოდა ამ ქვეყანაში და ჩვენ ხავ ხედავთ რომ ის ჯოჯოხეთი და შეიძლება ითქვას უარესიც არის დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი და აი ეს სულ მუდმივად დატოლება რო ხდება რომ ესე იგი ქუჩაში თუ არ გცხრილავენ პირდაპირ კამერების წინ ჯერჯერობით ხო ამისთვის მადლიერები უნდა ვიყოთ მაგრამ თავპირს რო წავენ ქვეყანაში დარჩენის საშუალებას რო არ გიტოვებენ, არსებობის საშუალებას რო არ გიტოვებენ, რესურსებს ითვისებენ ისე რომ და ისეთ პროექტებს აკეთებენ რომ შენ შეიძლება საცხოვრებელი სივრცე აღარ დაგრჩეს აქ არათუ საერთოდ საარსებო სივრცე არ დაგრჩეს და ანუ ოჯახებს იძულებულს ხდიან გაიქცნენ ამ ქვეყნიდან ეს არაფერი ამების დატოლება რო ხდება და როგორც ნაციონალური მოძრაობა დაასრულა ქართულმა ხალხმა ისე დაასრულებს ქართულ ოცნებასაც ქართველი ხალხი და როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის ხალხზე ტყდება საბოლოოდ რიგით მოქალაქეებზე ისინი ვინც მართლად განან ხოლმე ბარიკადებზე ვინც მართლად განან მოწინავე ხაზზე მათზე ტყდება პირველ რიგში ეს ჯოხი და ქართული ოცნებასაც და უნდა ითქვას ოპოზიციის პოლიტიკოსებსაც ზოგადად ამ ქვეყანაში ხო დამკვიდრებულია რომ პოლიტიკა არის კულისებში რაღაცა აი ეს კულისებში გარიგებები საიდუმლო გადალაგებები და ის რაც გარეთ ხდება, ის რაც ქუჩაში ხდება, ის რაც ყოველდღიურად ხდება ამ ქვეყანაში, ხო? ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ან უბრალოდ რაღაცა ეთერში დაждდომა და იქიდან, ესე იგი, თეატრალკიანის სტილში ლაპარაკი, ან რაღაცა კულისებში საიდუმლო მოლაპარაკებები და ეს არ არის პოლიტიკა და ესე არ სრულდება რეჟიმები და არც ნაციონალური მოძრაობა არ დასრულებულა ესე და არც ქართული ოცნება ესე არ დასრულდება. აქ გავჩერდები და მედია შენ დაგითხოვ სიტყვას.
ხო, კიდე ერთი სტილი ალბათ რაც დაამკვიდრა ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში, აი გარდა იმისა, რომ შიგნით ასეთ ღვარძელს ანთხოვენ, მსგავსი სტილი დაამკვიდრა უკვე საგარეო ურთიერთობებშიც და ზუსტად ესე ლაპარაკობს სხვადასხვა ქვეყნებზე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე, ხო, ახლა გუშინ უსმენდი, გუშინ თუ როდის ორშაბათს კობახიძეს ჰქონდა სწორედ ევროინტეგრაციაზე საუბარი, გამოვიდა და ლაპარაკობს თუ რამდენად უსწრებს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ხო? და აი ამ სიტყვებით ლაპარაკობს, რომ მოლდოვა არის ჩამოშლილი ქვეყანა, ეს არის კორუმპირებული ქვეყანა, ეს არის გაუბედური, აი ამ ტერმინოლოგიით ლაპარაკობს მოლდოვაზე, რომელიც არის ასევე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და რომელიც იდეაში შეიძლება რაღაც მომენტში დადგეს დრო, რომ ჩვენ მასთან ერთად უნდა ვიყოთ წესით ევროკავშირის წევრები, ხო? ან რაღაც მომენტი დადგეს, როცა შენ ეს ქვეყანა დაგჭირდეს. ანალოგიურად ლაპარაკობს უკრაინაზე, ხო? იცით რა, აი მე ეხა უკრაინა კი ომშია, მაგრამ საზიზღარი ქვეყანაა, აი არჩევნები არ ტარდება. აი კი ომშია, მაგრამ აი კორუმპირებულია. აი კი ომშია საწყალი, მაგრამ აი და ეს მუდმივად ესეთი საუბარი სხვადასხვა ქვეყნებზე, პარტნიორ ქვეყნებზე. შემდეგ როგორ საუბრობს ელჩებზე მაგალითად. რომ ესე იგი ევროკავშირის ელჩები პირდაპირ მოუწოდებდნენ და უნდოდათ კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება. თურმე რომელიღაცა ევროკავშირის წევრს უნდა და კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება უნდოდა პირდაპირ რევოლუციის გზით და აწყობდა რევოლუციას. აი ესეთი დონის ასეთი ენა საგარეო პოლიტიკაში აი ძნელად წარმოსადგენია, არ ვიცი, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მსოფლიო ისტორიას თუ ახსოვს, საერთოდ არ ვიცი. მით უმეტეს იმ კონტექსტში, აი როგორც ჩვენ თქვი ლევან, რა კონტექსტში ჩვენ ცხოვრობთ, ხო? კონტექსტი, სადაც ჩრდილოეთით ომი მიდის უკრაინას გულისხმობ, სამხრეთით ომი მიდის ირანს გულისხმობ, აი ძლივს ჩვენი მეზობლები დაალაგდნენ ძლივს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება, ანუ გარშემო მართლა სერიოზული პრობლემები და ეს ადამიანი და მისი მთელი მთავრობა, რა ვიცი, პარლამენტის სპიკერიანად დაწყებული, გამოდგებიან და ყველა შესაძლო პარტნიორთან აი ამ ენით ლაპარაკობენ. ასეთი კულტურა. ხო, არ არის მართალი და შიშველი ტყუილია, მამალი ტყუილია, მაგრამ აი თქვათ მართლა ეგრე იქცევა ევროკავშირი, ხო? ესე სახელმწიფო და სახელმწიფოს წარმოადგენელი განცდა არა აქვს, რომ სახელმწიფოს წარმოადგენს. ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს. აი აქედან ალბათ ეს დასკვნა უნდა გამოვიტანო. დიახ, ზუსტად არის სტაფი და კლერკი. კი ძალიან წყინ სხვათა შორის, მაგრამ ნუ ესეა. იმიტომ რომ სხვანაირად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ქვეყანას ასე არ წარმოადგენს. შემდეგ უნდა ჩავიდეს იგივე მოლდოვაში და უნდა იტრაბახოს და ხელი ჩამოვართვი ზელენსკისო და მაია სანდუსო და აქ მე თან გვეტრაბახება. თან ერთი ხელით ესე იგი ლანძღავს და ჩამოშლილს უწოდებს და მეორე უნდა ჩავიდეს და იცი ეს ზელენსკის უნდოდა ჩემთან ხელის ჩამორთმევაო თურმე იცი. ეს რა დონეა? ეს საერთოდ რა კულტურაა, ხო? კიდე მეორე ამბავი აი პირდაპირ როგორ აბაიბურებენ ჩვენ მოსახლეობას, რომ ეუბნებიან, რომ მათ შორის თავის ამომრჩეველს ეუბნება არა ამას, რომ მე ევროკავშირი მიწყობს რევოლუციას, მე ევროკავშირი მიწყობს მეორე ფრონტს, მაგრამ მე მაინც უნდა შევიდე ევროკავშირში. რახატო უნდა შეხვიდე, კაცო, თუ ასეთი უბედურება ხდება და თუ ასეთი საშინელება ხდება. მე აი ასე ამბობს გუში, რომ ჩვენ წელიწად ნახევარი ვიბრძოლეთო, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. რატომ იბრძოდი მაშინ, როცა რევოლუციას გიწყობდა და ომში გითრევდა? ანუ ლოგიკა სადაა, ვის ატყუებს საერთოდ და შენს ომში გითხრევს და ესეთი საშიშია და ანუ ესე იგი გემუქრება შენ ასე სახელმწიფო აქ რევოლუციების მოწყობა უნდა ომში უნდა რომ ჩაგითრიოს და შენ ესე ღია დაპირისპირებაში რომ შედიხარ ანუ რის იმედად შედიხარ ანუ რუსეთს ხმას ხო ვერ იღებ რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორია და არ იქა ზედმეტად სიტყვა არ თქვა რომ არ გაღიზიანდეს რომ ვაი და არ დაგუბომბოს ხო ანუ თუ მაგ ლოგიკა თუ მანდ ეგ ლოგიკა არის მაშინ დასავლეთი ანუ რა ანუ ძლიერი არ არის დაუშვათ იმ ხრივ რომ თუ დაუშვათ უკრაინა ჩაითრია ომში შენ ჩათრევასაც ცდილობს ომში და საერთოდ მთელ მსოფლიოს განაგებს და კარნახობს ხო ძლიერესი ფიგურა ლეგენდარული ჯადოსნური ჯოხია განწლის ყველაზე ძლიერი და მსოფლიოში და იცავს ჩვენს ქვეყანას ამის ყველას ერევა
და ყველაზე საინტერესო ახლა ჩემთვის კიდე აი ამ გადაცემაში ის იყო რომ ესე იგი რა დრო დაუთმო მოლდოვაზის ლაპარაკს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ანუ მოდი შენ ქვეყანაზე ილაპარაკე რა მოლდოვაზე ასე რამდენს რატომ ელაპარაკები ჯერ ჩემთვის რამდენად საინტერესოა ეს ყველა როგორც რიგითი მოქალაქისთვის ხო მაგრამ მაინც თუ მოლდოვაზე მელაპარაკები თუ ეს ჩამოშლილი ქვეყანაა თუ ეს გაუბედურებული ქვეყანაა და მაინც მიდის ევროინტეგრაციის გზაზე და უკვე სკრინინგი გაიარა ამ ქვეყანამ და აგერ დღე-დღეზე ივლისში უკვე გაუხსნიან მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. რატომ? მე მაინტერესებს, რატომ უხსნიან მოლდოვას გაწევრიანებაზე? დათანხმდა ომში ჩართვას? გახსნა მეორე ფრონტი მოლდოვამ? თუ აი რა მოხდა? რატო თანხმდებიან ევროკავშირში მოლდოვის ამ გაუბედურებული და არ ვიცი, ჩამოშლილი და კორუმპირებული ქვეყნის გაერთიანებას, ხო? ევროკავშირში რატო უხსნიან ამ ყველაფერს? ამაზე სამწუხაროდ პასუხი არ გვექნება. არ გვექნება, იმიტომ რომ მათი მიზანი არ არის რაღაცა ლოგიკური პასუხის მოცემა ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის. მისი მიზანი არის დაცინვა. მე აი იმ გადაცემას ვერ მივიღებ იმის გარდა რომ არის ჩვენი დაცინვა, მოქალაქეების დაცინვა, საკუთარი ამომრჩევლის დაცინვა და მას გონია რომ ჩვენ მოქალაქეები უბრალოდ ავიღებთ და ესე გადავკლაპავთ იმას, რასაც გვეტყვის. რო გვეტყვის რომ ესე იგი მთელი წინასაარჩევნო პერიოდი იკამპანირებს ევროკავშირში ინტეგრაციით და მე შემდეგ ზუსტად ერთ თვეში გამოვა და იტყვის რომ მე ვწყვეტო ამ პროცესს. ანუ ჩვენ ეს უნდა გადავკლაპოთ და უნდა დავიჯეროთ რომ თურმე არ ვიცი ომს იცილებს თავიდან, ხო? და ვინ გადააგდო ქართულმა ოცნებამ პირველ რიგში თავისი ამომრჩეველი გადააგდო, ხო? როცა დაფირდა და არ გააკეთა. და ეხლა სინამდვილეში ეხლა მინდოდა რაღაც სტატისტიკებიც მომეტანა, აი საქართველოს მოსახლეობა როგორ ხედავს ევროინტეგრაციას, რა არის ამ ხალხისთვის ევროინტეგრაცია. პირდაპირ წერია, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამ ერთ-ერთი გამოკითხვით, ხო? 57% საქართველოს მოსახლეობის ამბობს, რომ სარგებელი, რასაც მივიღებთ ევროკავშირის წევრობისგან, არის უკეთესი მომავალი ბავშვებისთვის. ანუ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი. 57% ამბობს მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს მშვიდობას და უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში. მოსახლეობა ამბობს, ეს არის საგანმანათლებლო საჭიროებები, ეს არის კულტურული და პროფესიული გაცვლა, ხომ? ეს არის უკეთესი განათლების პოლიტიკა, უკეთესი დასაქმების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ანუ, აი მარიშე რომ ამბობდი, რომ ფორმალურად თავს გვახმევდნენ, ხო, თითქოს დროშას რო დაირჭობდა, ამით ევროკავშირის წევრები ვიყავით. არა, საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის დასაქმება, ეს არის სოციალური პოლიტიკა, ეს არის განათლება, ეს არის ჯანდაცვა და თუ დავაკვირდებით, პრაქტიკაშიც ესე ხდება. სად მიდის ხო ჩვენი მოსახლეობა განათლებისთვის ევროპაში? სად მიდის ჯანდაცვისთვის? მიდის ევროპაში. სად მიდის უკეთესი ხელფასებისთვის? მიდის ევროპაში. ამას არა, ესე არ ხდება, ხო? რატო აღარ მიდივართ რუსეთში? კი, ერთ პერიოდი რუსეთში მიდიოდა ხალხი ამ ყველაფრისთვის. მაგრამ არა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ უკეთესი ალტერნატივა გვაქვს. და იმიტომ მიდიან, რომ აქ ეს ყველაფერი არ არსებობს. და ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ზუსტად იმაზე და ჩვენ პროგრამასაც რასაც წერთ და ზოგადად პოლიტიკების დონეზე რა ხედვებიც გვაქვს, ჩვენი მიზანი ეს არის, რომ აქ შევქმნათ ზუსტად ისეთი ქვეყანა, რომ ის რის გამოც ქართველი ხალხი გარბის ევროპაში იქნება თუ სხვა ამერიკაში, ძირითადად სადაც მიდიან ახლა, ამის გამო ანუ წასვლა აღარ უწევდეთ და აქ იყოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვაც, განათლებაც, ღირსეული სამუშაო პირობებიც და ზუსტად ეგ ხო რომ გარბის ხალხი თურმე იმიტომ გარბის რომ ევროკავშირში გახსნილია კარები. ძალიან არეული აქვს, იმიტომ რომ ერთის მხრივ აქ მათი პროპაგანდისტული მედიები ამბობენ, რომ აი გერმანიაში ხალხი რამდენი პროცენტი ცხოვრობს სიხარიბეში. აი როგორი ძვირება არის იქ პროდუქტებზე ფასები, ანუ როგორი ცუდია ცხოვრება ევროპაში და მეორეს მხრივ თვითონ აღიარებენ, რომ ემიგრაცია ძალიან მაღალია, ხო? და ბოლო წლებში განსაკუთრებით ადრეთ ოჯახის ერთი წევრი მიდიოდა ქვეყნიდან, ეხლა ოჯახები ბავშვებით მიდიან. ანუ და ესე იგი თან თვითონაც მიდიან, ხო, იყო ნებისმიერ მომსახურეობას, ელემენტარული მომსახურებიდან დაწყებული, დამთავრებული სამედიცინო მომსახურებით, ყველაფერს ევროპისგან იღებენ, თუ ხელი არ შეეშლებათ ახლა სანქციებით და იმით და შვილებს იქ ასწავლიან, ტანსაცმელს იქ ყიდულობენ. Ფლიანად ვიჯაჭულნი არიან ამ დასავლეთს.
და მოდი ისიც ითქვას, რომ აი სანქციები, რაც მათ დაუწესდათ, ამას როგორ ესე იგი გვასაღებენ ქართულ ხალხზე რო გადმოგვთ, ანუ ის კითხვას მაგალითად მაგდა მამაკაშვილმა არ დაგისვა რა, რატო ისჯება ქართული ხალხი და ქართული ხალხი კი არის ისჯება, ის სანქციები დაუწესეს ქართული ოცნების პოლიტიკოსებს და თანამდებობის პირებს, იმიტომ რომ დაიმსახურეს მათ ეს და ანუ მათ რომ რაღაცა ეს ელიტური პრივილეგიები რაც ჰქონდათ, ეს რაღაცები შეეზღუდათ, ამის გადმოტანას ცდილობენ მთლიან მოსახლეობაზე და თითქოს აი ქართული ხალხი დაისაჯა. ქართული ხალხი არ დასჯილა და ანუ ეს იდენტიფიცება რა, ანუ თვითონ როგორც ესე იგი პოლიტიკოს თუ რაღაც პრივილეგიები შეეზღუდა, ესე იგი ქართულ ხალხს შეეზღუდა და ამის ანუ თვალებში ნაცარს რო გაყრიან, ხო? ეხლა მაგითაც და ეს რა ქვია, ლევან რაღაცა თქმა გინდა და ქართული ხალხის დასჯა იქნება, ჩემი აზრით, თუ ჩვენ შეგვიწყეთენ ვიზა ლიბერალიზაციას. დღეს საქართველოს არ ჭირდება ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა, დღეს საქართველოს ჭირდება, რომ დასავლეთმა სწრაფად და ეფექტიანად მოქმედი სანქციები დაუწესოთ ქართული ოცნების ლიდერებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ რეჟიმს ამყარებენ და ასე ვთქვათ, შეეხიდებიან ხოლმე. იქნებიან ესენი ბიზნესის წარმომადგენლები თუ სხვები. ასე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მაგალითად და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, როცა პირველად იყო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომ ზოგიერთ წარმოუდგენია, რომ ამ სიკეთით მხოლოდ სარგებლობენ რაღაცა ელიტური ფენები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი თქვათ უამრავი ქართველი შრომითი მიგრანტისთვის ვიზა ლიბერალიზაცია არის საშუალება, რომ ცოცხალი კავშირი შეინარჩუნონ თავის ოჯახთან. აი როგორც პატიმრებს აქვთ პაემანი, რომ თავის ოჯახის წევრებს შეხვდნენ, ხანდახან სამწუხაროდ და საუბედუროდ ვიზა ლიბერალიზაცია ამ როლს ასრულებს ჩვენი ემიგრანტებისთვის. არსებობს უამრავი პატარა ბიზნესი და მცირე ბიზნესი, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციით არსებობს. მაგალითად ეს მანქანების შემოყვანა რო არის, მათთვის მისწრება არის ეს კანონი. არსებობს უამრავი საქართველოს პროვინციული ქალაქი, რომელიც პროვინციულ ქალაქად ქცეული დასახლება, თორე ისინი დიდი სულიერების ქალაქები არიან, ხო, რომლებიც იქცნენ ამ ვიზა ლიბერალიზაციის ხარჯზე და ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთებზე დამოკიდებული ქალაქები. მაგალითად, ქუთაისი და იმერეთის რამდენიმე ქალაქი, რომლებიც იმიტომ არსებობენ ზოგიერთ ეკონომიკურ სფეროში, რომ არსებობს იქ აეროპორტი, ამ აეროპორტში არსებობს მიმოსვლა და ეს მიმოსვლა მთლიანად ვიზა ლიბერალიზაციაზეა დამოკიდებული. უამრავი ჩვენი სტუდენტი ან ჩვენი მეგობარი ან ჩვენი კოლეგა 1000 კონფერენციაში ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში მონაწილეობას ახერხებს აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის საშუალებით და ჩვენც ალბათ ბევრ კარგ ფორუმს დავსწრები ვართ იმის წყალობით, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არსებობს. ასე რომ უდიდესი სოციალური მნიშვნელობა აქვს ვიზა ლიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის და რა ვიცი, როგორი პოლიტიკური ეფექტიც არ უნდა ქონდეს მის გაუქმებას, მე მგონია, რომ მას მაინც არ უნდა დაუჭიროთ მხარი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს რაღაც 500 კაციანი სია შესადგენი, ვინც ამ რეჟიმს ამარაგებს მარცხნიდან და მარჯვნიდან და მათ ჭირდებათ ბრიტანული სანქციებიც და ევროპული სანქციებიც და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხა ძალიან გამოკვეთილად მინდა მე თვითონ ევროპის შესახებ ვისაუბრო. აი მარტივი კითხვები და მარტივი პასუხები, რაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად კითხვა ნომერი 1. ემხრობა თუ არა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? ემხრობა, მთელი გულით ემხრობა. ამისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ამისთვის თავგადადებას ვაპირებთ და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია საქართველოს ევროკავშირის წევრობა თითოეულ ჩვენგანს. შეკითხვა ნომერი 2. აქვს ევროკავშირს პრობლემები? აქვს. აქვს ევროკავშირს ნაკლოვანებები? დიახ, აქვს. არის ბევრი რამე ევროკავშირში შესაძლებელი? არის შესაძლებელი. და ჩვენ ევროკავშირის წევრობა არ გვინდა იმისთვის, რომ ეს ასჯერ თქვით და კიდევ უნდა გავიმეოროთ, რომ დავსხდეთ და ვიღაცები მოვიდნენ და ჩვენს მაგივრად გააკეთონ საქმე. ევროკავშირის წევრობა არის ცოცხალი პროცესი, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ყველა პრობლემა არ გადაიჭრება. პირიქით, ევროკავშირის შიგნითაც ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა სხვადასხვა სიკეთეებისთვის.
მოგვიწევს ბრძოლა, თქვათ, როგორი სოფლის მეურნეობა გვექნება. მოგვიწევს ბრძოლა თვითონ ევროკავშირი რა ტემპით წავა რეფორმირების გზაზე. მოგვიწევს ბრძოლა, როგორი დამოკიდებულება ექნება კოლონიალისტური გამოცდილების მქონე ევროკავშირს მესამე სამყაროს ქვეყნებში. ანუ 64 არ არის ევროკავშირი, მაგრამ დღეს მთელ მსოფლიოში არსებულ ყველა ერთობას შორის ყველაზე ახლოს პოლიტიკური ღირებულებებით, სოციალური სისტემით და შესაძლებლობით, რომ რამე შეცვალო შენთვისაც, შენი რეგიონისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც ესეთი შესაძლებლობები მარტო დღეს არსებობს ევროკავშირში. სხვა ასეთი ძალა არ არსებობს. ახლა მეორე შეკითხვა, გავხდებით თუ არა ხვალ ევროკავშირის წევრი? ვერ გავხდებით. ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება ბევრი წელი დაჭირდეს, მაგრამ მარიმ წინვალედ აღნიშნა, რომ ჩვენ წევრობა გვინდა იმისთვის, რომ იმგვარი ინსტიტუტები არსებობდეს აქ, ხო? თქვათ, ისეთივე საგადასახადო სისტემა იყოს, როგორიც არის შვედეთში ან ნორვეგიაში. ისეთივე სოციალური სისტემა იყოს, როგორიც არის, თქვათ, აშენებს, თქვათ, ეხლა ესპანეთის სოციალისტური მთავრობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვინდა იქიდან ინსტიტუტების მიღება და არა მარტო ფორმალური წევრობა. ასე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ინსტიტუტების შენებლობა და ნელ-ნელა დღეს იქნება თუ ხვალ ამ ალიანსის თუ კავშირის წევრი რეფორმირებულის თუ არარეფორმირებულის უნდა გავხდეთ. ეს არის ჩვენი განზრახვა. და რაც შეეხება ეხა იმის თქმას, რა ქვია, ევროკავშირის ლანძღვას, ეგ ადვილია, ხო, ამ ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ აი შემაძრწუნებელი არის, შემაძრწუნებელი, რასაც ჩვენი ხელისუფლება იჩენს ხოლმე ამ ავტორიტარული ქვეყნების მიმართ. აი შეშინებულები რო არიან, ხმას რო ვერ იღებენ, ვერცეთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ავტორიტარ მტერზე, ხო? არავინ არ ამბობს, რომ თვალში თითი უნდა შესწყარო, თქვათ, იმას, რა ქვია, პუტინს და ლილიპუტინი ეძახო და აგრესიული პოლიტიკა აწარმო, ამას არავინ არ გთხოვთ და ტყუილია და არც ჩვენი მოძრაობა გააკეთებს ამას არასოდეს, რომ პროვოკაციული ტონი კონდეს ისეთ საფრთხეებთან, როგორიც არის ირანი და რუსეთი და 1000 უბედური სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, მაგრამ ნახეთ ქართულ ოცნებას რა უნდა, რომ ნებისმიერი თუნდაც აკადემიური ფრთხილი კრიტიკა და ომის დაწყება გინდა, ეს რიტორიკა გაათანაბროს. არ მოყვებით ამაში. არ არის ეგრე. შესაძლებელია რუსეთს დაუდგე ღირსეულად, გაუწიო წინააღმდეგობა, ისე რომ ომი არ დაიწყო. და ამისთვის საჭიროა, რომ მოკავშირეები ყავდეს პოლიტიკურად ევროკავშირში, ეკონომიკური თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში, უამრავი ერთობის წევრი იყო, უამრავი ორმაგი კავშირი გქონდეს ერთი-ერთზე, რომელიმე სახელმწიფოსთან, თქვათ საქართველოს და კანადას და საქართველოს და თქვათ ლიბანს შორის პირობითად თუ ამბობ და აი ამ დიდი კავშირებით, ეკონომიკური კავშირებით, ერთი-ერთზე კავშირებით, ევროკავშირში პოლიტიკური ინტეგრაციით, როცა ზურგი გაგშენ, მაშინ ეს წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება. ყველანაირი ზურგი ამათ მორღვეული აქვთ, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენ და ქმნიან ესეთ გაუგებარ სიტუაციას და გატყუებენ მეგობრებო. აი დღეს წავიკითხე. აი კინაღამეს შუშები გასკდა თავისით, როცა წავიკითხე, ესე იგი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს და ჩინეთს აქ თანასწორი ურთიერთობა. კარგით რა. რამას სასაცილო კი არის ხო, რაღაც ფაქტს მაინც ხო უნდა ეფუძნებოდეს. ანუ ჩინეთი, რომელიც არის ასევე სხვა ქვეყნების მსგავსად თანამედროვე იმპერიალიზმის სიმბოლო და ნახევარი აფრიკა ფეხქვეშ გაიგდო და რაც ხვებს არ გაუკეთებიათ, ეხლა ეს ამატებს ზემოდან ჩინეთი, აკოტრებს ქვეყნებს, ხელში იგდებს მათ ბუნებრივ რესურსებს და მონობაში იმას აცხოვრებს ადამიანებს, რომელთაც ისედაც რასიზმის და კოლონიალიზმის გამოცდილება აქვს. ამ ქვეყანაზე ამბობენ, რომ თურმე ამხელა საქართველოს თავისი მთელი პრობლემებით, არანაირი ზურგი რო არა აქ თან, თურმე თანასწორად გვიყურებს ჩინეთი. ვისაც გჯერათ, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის თანასწორი ურთიერთობები არსებობს, გთხოვთ შემოხაზოთ 41.
და არ დაგვაუწყდეს, რომ სწორედ ჩინეთის დამსახურებაა ასევე ის, რომ დღემდე გრძელდება უკრაინის ომი, ხო? ომი უკრაინაში, იმიტომ რომ მისი დახმარება რუსეთისადმი არის ძალიან დიდი და შეიძლება გარკვეულად გადამწყვეტიც კი იყოს, რომ რუსეთი ისევ აგრძელებს ამ აგრესიულ ომს და აი როდესაც კავშირებზე ვლაპარაკობთ, ხო? შენ ჩამოთვალე ლევან ეს კავშირები ამათაც აქვთ კავშირები, ოღონდ როცა მათ ჯიბეს ეხება ეს ამბავი, კი, ნამდვილად ვიღაცებთან დაამყარებენ კავშირს, რადგან ეს კავშირი მათ პირად ფინანსურ სარგებელს მოუტანს და ამის ბევრი მაგალითი ვიცით და არაერთი კვლევა არსებობს, რამდენად ეს ბოლო პერიოდში გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, მათ ახლო ბიზნეს წრეებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, იქნებიან ამ ავტორიტარ რეჟიმებთან ურთიერთობებში, ოღონდ ეს მხოლოდ მათ პირად პერსონალურ და ფინანსურ ინტერესებზე გადის და არა ქვეყნის ინტერესებზე ცხადია. და მე ამას შემოგვასაღებენ მშვიდობად, რომელიც თურმე მათ ჩვენს ქვეყანას მოუტანეს. ის ხო გახსოვთ ლავროვი რო ურეკავს უნგრეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ვიღაცის დაუნერვიულობსო და მოდი სანქციებისგან გაათავისუფლება. აი ზუსტად ეგეთი კავშირები ალბათ აქვთ, რომ რაღაცა თავიანთი ზოგიერთი სიმდიდრე გადაარჩიო. ესენი რო დაუწესებენ და ულოკენ. ის წინ ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ნახეთ საქართველოს როგორ ჭკუით იქცევა, ხო? კიო, ეხლა უნდათ თითქოს ევროკავშირში ინტეგრაციაო, მაგრამ ძალიან კარგად ესმით მათ ეკონომიკას რა სჭირდებაო. ანუ რა სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, თურმე რუსეთი. და უკვე ძალიან ეკონომიკურ ელიტას, დიახ, ზუსტად ამას გვეუბნება და ზუსტად. დიახ. ქვეყანაში ოღონდ ეს ფული წავიდა ძალიან ვიწრო ჯგუფის ჯიბეში და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხო და ერთი წამით გაგაწყვეტინებ მე, იმიტომ რომ გოტა ძალიან დიდი ხანია ინიშნავს რაღაცეებს და დაუმძღოთ. არა, ხო მე რა მოინიშნება გითხარი? ანუ მე თვითონ რისი თქმაც იდეაში ხო ეხლა ის გადაცემაც ეძღვნებოდა ევროინტეგრაციის საკითხებს და რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ არც მათ პრინციპში მთლიანად პროპაგანდას დაუთმეს დრო და ზიზღს და 1000 გვარ შეურაცხყოფას და მეც ნაკლებად გამომივიდა თქვათ იმაზე საუბარი, რომ აი როცა მათ შორის ეს ჯგუფიც ქართული ოცნება თუ ოპოზიციური პარტიები როცა აი ცარიელი აღნიშნული გახდაო და რატო გახდა ხო ეს ცარიელი აღნიშნული, იმიტომ რომ ერთი მხრივ ევროკავშირზე ლაპარაკობენ, მაგრამ მეორე მხრივ აი თუნდაც თქვათ აი ჩემს გვერდზე ის და ხო იგირჩის წარმომადგენელი მთლიანად გადაუგვარა მაგალითად გარემოსდაცვით რეგულაციებს და გარემოსდაცვით პოლიტიკას, ხო? მაშინ როდესაც თქვათ ევროკავშირი ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, იგივე თქვათ ეხა თეატრულუკიანთან დაკავშირებით, ეხა ის კულტურის მინისტრი იყო და რა უბედურებები აქვს ჩატარებული და მით უმეტეს გელათთან მიმართებით ვიცით, ხო? და ასე შემდეგ. ჩვენთვის რატო არის მნიშვნელოვანი? მე მგონი ესეც უნდა ახსნათ, ხო? და ის დასაქმება ახსენე შენ, ხო? რომ პირველ რიგში ეს არის მათ შორის შრომის პოლიტიკა, ხო? რომ ის რომ შრომა არის დაფასებული, ღირსეული ანაზღაურება აქვს, მაგალითად იმ სფეროში, სადაც მე ვარ, ხო? მასწავლებლებს აქვს მინიმალურ ანაზღაურებაზე ორჯერ მეტი, ოღონდ ცხადია, იქაც მინიმალური ანაზღაურება არის სტანდარტი დაწესებული, საკმაოდ სოლიდური. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? არის ანტიმონოპოლიური სამსახურები, არის უმუშევრობის დაზღვევა, რომ როდესაც ადამიანი ვთქვათ რჩები სამსახურის გარეთ სახელმწიფო ზურგს გიმაგრებს, ხო და არა ჩვენთან პირიქით, როდესაც ვთქვათ, აი ეხლა ჩვენ ამ რეგიონებში რომ დავდივართ, ხედავთ, რომ ადამიანები დაშინებულები არიან, იმიტომ რომ იციან, რომ ერთადერთი რაღაცა სარჩოსაბადებელი რაც აქვს, შეიძლება იქიდანაც გამოუშვან, ხო, მით უმეტეს თუ სახელმწიფო სტრუქტურებში არიან დასაქმებულები. გადასახადებზე ახსენა, ხო, აღარ მახსოვს ლევანმა თუ მარიმ, ხო, პროგრესული გადასახადები, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეხა რომ მაგალითად პირიქით არის, ხო, ანუ ჩვენთან შემოტრიალებული არის, ხო, რომ ანუ აი ბიძინა ივანიშვილი და ლოკალური ეს ადგილობრივი ოლიგარქები, რომ მთლიანად ფაქტობრივად გათავისუფლებული არიან ყველანაირი გადასახადისგან და ამ დროს ვთქვათ რიგითი მოქალაქეები, ვთქვათ, პირიქით ჩაგრულ მდგომარეობაში არიან და არა და პირიქით უნდა იყოს, ხო? ეხლა ბიზნესში საერთოდ არც არის ლაპარაკი, მას არც განვიხილავთ, ხო, ის რაღაც ამოვარდნილი შემთხვევა არის, მაგრამ
ადამიანები, რომლებსაც ხო მაგალითად არ ვიცი 15-20, აი პარლამენტარები ხო 15-20,000, 25,000 რო აქვს შემოსავალი. ის რა თქმა უნდა მეც უნდა იხდით ეს. იგივე ვთქვათ ეს მსხვილი ბიზნესები ხო რა თქმა უნდა. აი რომელ ევროპულ აი მე ვცხოვრობდი 3 წელი და მე განათლების საკითხებზეც ვიტყვი 3 წელი ვცხოვრობდი შვედეთში. არც ერთხელ იქ არ მინახავს თან სულ ფეხით მოძრავდი, არც ერთხელ არ მინახავს ტოტალიზატორი, კაზინო და სამორინეები და რაღაც ქალაქის ცენტრში კი არა, საერთოდ ქალაქში არ შემხვედრია. არც რეკლამა არ კი და არც რეკლამა არ შემხვედრია. ხო? ამიტომ და მათი გადასახადებიც არის იყო 2000 გაგაწყდა 2014 წელს ზუსტად არ მახსოვს ვისი მიერ იყო ინიცირებული, მაგრამ იყო ეგეც ინიციატივა შეტანილი, რომ აი ეს კაზინოები და ტოტალიზატორების რეგულაციები დაწესებული იყო, რომ როგორც საერთოდ ევროპულ ქვეყნებში აიყოს ქალაქის გარეთ და არა ყველა უბანში, ყველა ორნაბიჯში და ქართულ ოცნებამ სხვათა შორის ჩააგდო მაშინ ეს რატო? იმიტომ რომ არ აწყობთ მას, იმიტომ რომ მათაც რაღაცა ირიბად ხო აქვთ ხოლმე ყველა რაღაცა 9 კომპანიები, ამ კომპანიას და ამ კომპანიების გავლით მე სადღაც რაღაცა ყველგან რაღაცა წილები აქვთ, ხო და ნუ ესეთი რაღაცები რაც რეალურად ნიშნავს ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას საქართველოში, ესეთი რაღაცები ყოველთვის იბლოკებოდა და ეხლა მით უმეტეს გაცხოველებულად ხდება იმ ყველაფრის გატარება, იმიტომ რომ ეხლა არაფერი აღარ აკავებთ საერთოდ. კი და გადასახადებითაც მჭყალებში აღრჩობენ, ხო? ამ ასეთი ტიპის ბიზნესს, ხო? განათლების პოლიტიკა ასევე ხო, აი ჩვენთან კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, ყველაზე დაბალი ანაზღაურება მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ისე იგი 300-დან 500 ლარამდე აქვს ბაღის აღზრდელებს ანაზღაურება. ეს ხო დაცინვარი. და თვითონ აი გადაცემიდანაც ხო, ეხა ეს პერსონალურად მარტო ჩემზე არ იყო, ხო, ეს მომართული, ანუ მართლა ეს არის თვითონ მასწავლებლებისადმი დამოკიდებულება, ხო, რომ ანუ ძალაუფლებაში მყოფი პირი, ხო, პარლამენტის ეს არის, ხო, რა ქვია, თავმჯდომარის, რა ქვია, მოადგილე, ხო? და ესე იგი პრინციპში ეს მასწავლებელთან მის მიმართებას გამოხატავდა ხო რომ შენ არ უნდა ასწავლიდე ბავშვებისთვის საშიში ხარ ასე შემდეგ ასე შემდეგ არა გულწრფელად ანუ ვამბობ რომ თავისუფლად იყოს შესაძლებელი რომ მე მაგალითად მისი შვილის მასწავლებელი ყოფილიყავი ოღონდ მისგან განსხვავებით ამ ბოღმას და ღვაწლს და სიძულვილის ნაცვლად ნამდვილად თქვა შევეცდებოდი რომ ემპათია და თანაგრძნობა მესწავლებინა რასაც კობახიძე გვეუბნება რომ პირიქით თანაგრძნობისგან შორს უნდა ვიყოთ და ну რაც თავარია ხო ეხა ევროკავშირის თქვა რაღაცა თავარ ღირებულებებზე როცა ლაპარაკობთ ესა თვითონ ну ეკონომიკურ პოლიტიკაზე მარიმ თქვა იმედზე გადაცემაში თქვა ხო რომ ეს ინდუსტრია ადგილობრივი წარმოების განვითარება მაგრამ თავარი არის პოლიტიკის თვითონ კეთება როგორ ხდება ხო რომ იქ ადგილობრივი თვითონ რაღაცა მოსახლეობა არის ჩართული ხო ეხა მით უმეტეს თქვა იქ რაღაცა პატარ-პატარა ქალაქებში ან სოფლებში ყველა არის ჩართული ამ პროცესში ხო ეს იქნება არ ვიცი მასწავლებელი იქნება მაღაროელი იქნება თუ რაღაცა ჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენთან კიდე აი პირიქით კიდე ერთხელ უნდა ვთქვა ეს რეგიონებში იმიტომ რომ საკმაოდ ბევრს დავდივართ ხო როგორ დაშორებულები არიან ადამიანები პოლიტიკისგან და ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა როცა გვეკითხებენ რასაც ვამბობთ ეს არის ხო რომ პოლიტიკა დაუბრუნოთ ხალხს და ხალხი დავაბრუნოთ პოლიტიკაში იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ხო ანუ არანაირი განვითარება არ იქნება იმიტომ რომ არავინ არ არის მართლა ყველაფრის მცოდნე და პირიქით თქვა ადგილობრივი მოსახლეობამ ხშირად ბევრად უკეთ იცის როგორი განათლებულიც არ უნდა იყოს როგორი ეკონომიკური ხედვაც და ცოდნაც არ უნდა გქონდეს ხო და ასე შემდეგ როგორი განათლების ხედვაც არ უნდა გქონდეს იმ ხალხმა უკეთ იცის თავისი ყოფა და მათი ჩართულობის გარეშე არანაირი განვითარება არ გვექნება და აი სამწუხაროდ აი ამ შინაარსზე საუბრის საშუალება არასდროს არ არის ხოლმე ხო იმიტომ რომ სულ არის რაღაცა ეს ბუდიში და ტილაობა ისგან ვერმე სოდეს მოგახსენდებათ რომ ცოტა შინაარსობრივი მსჯელობა მის მხრიდან ან შინაარსობრივი დებატი არა და აი შინაარსობრივი რო არ არის ყველაზე ნიშანდობლივი აი ბუდიში მაგას ვიტყვი მართლა ჯერ ერთი მეც სტუდენტი ვიყავი იმ პერიოდში და ნუ ეს სრულად არაადეკვატი ჯერ ესე იგი საკუთარ ტყუილში რო ჩაიჭრა რომ ჯერ არაფერი არ იცოდა ჩემზე მე ჯერ ყველაფერი იცოდა მე არაფერი არ იცოდა ასე შემდეგ მაგრამ ყველაზე ესე იგი საშინელი რა არის რომ აი როგორ დაკარგა ამ ხალხმა მართლა თავის თუ გოდეს მე ქონდა არ ვიცი რაღაცა ეს ღირსება და მორალი და ეს შუბლის დარღვი გაიწვიდა რომ ესე იგი ადამიანს ვეუბნები ხო რომ ანუ აი მართლა მოვიდნენ ეს ხალხი ესე იგი გირგვლიანის და აი კოლექტიური ხო ეხა გირგვლიანი ერთი ხო არის ხო და ესე იგი თქვენ
მართლმსაჯულების სისტემა თქვენ დაამყარეთო რა, თქვენ დაიჭირეთ ის ლევან მურუსიძეო, ხო, მე ვერ შევძელიო რა და მან რო ვერ ეხა მას ღირსება ქონოდა, მან რო ვერ შეძლო, უნდა წასულიყო, ხო, იდეაში, ხო, თუ იბრძოლე და ვერ მოახერხე და ბოდიში და დაგასო ეს თავზე, მაშინ წადი. და ეს ევროკავშირი მათ შორის აი მართლმსაჯულების სისტემისთვის და რა თავარია ის სასამართლოსთვის გვინდა, ხო, რომ აი ესეთი რაღაცა მუდმივ იმაზე ერთ და იგივე წრეზე არ გვატრიალებდნენ და სამწუხაროდ ხო აი ამ ხალხისთვის ეს ღირებულებას არ წარმოადგენს, ხო, იმიტომ რომ ისინი მურუსიძესთანაც გარიგდებიან, ჩინჩალაძესთანაც გარიგდებიან, გივი მიქანაძე დღეს კოლექტიურ ნაცებზე ილაპარაკებს და გუშინ თვითონ მოადგილედ ეჯდათ იქ და ასე შემდეგ, ხო? იმის ანზორი, ხო, მე მგონი ბოლქვაძის სახელი დამავიწყდა, იქ ვერ ვიხსენებთ, იმიტომ რომ მართლა კარიკატურულად მახსოვს მისი პლაკატი, რომ ის ნაციონალური მოძრაობის 5 ნომრით და გავიდა რამდენიმე თვე უყურებდა. იგივე სურათი იყო, ალბათ 41-ით. სურათის შეცვლაც დაეზარა. ისიც ვთქვათ რა მართლა რა სტილი არის, რა მგონი ლუკაშენკო არის გადრებს მაგას, რომ ლუკაშენკოს ხო ახასიათებს ეს სხდომები და ვიღაცას რო აყენებს, რომ აბა იქ კარტოფილი რატო არ არის ამდენი დარგული და რაღაც აი ლუკაშენკოც არის გადრებს, რომ ტელევიზორში თქვას, რომ აი სკოლაში შესაშვები არ არის და ვაის მოწაფეები ვისაც კოტა მასწავლა და ასე შემდეგ. ხო და აი ამაზეც რეაქცია უნდა გქონდეს მეგობრებო, თუნდაც ოცნების მომხრე იყო, არ უნდა მიცეს სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომელიც თვითონ ამბობს, რომ მარტო დაგუგულით იცნობს ადამიანს, აი ამ ერთი დებატის საფუძველზე თავს უფლებას აძლევდეს, რომ ტელევიზორში გამოვიდეს და ფაქტობრივად ყველა სკოლას უთხრას, რომ გოტა არ მიიღოთ მასწავლებლად. თუ მიიღებთ, ესე იგი ხართ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხო? აი ესეთი ნადირობა კუდიანებზე გამოაცხადეს, თქვათ კიდევ ერთხელ აი ამ ფორმით ქალბატონმა წულუკიანმა და მისმა ახლობლებმა და მოკლედ საშინელებაა რა ესეთი დამოკიდებული. უბრალოდ აი რადგან მაინც ეს განათლებას რო ვახსენებთ ხოლმე, აი მართლა შეიძლება აი ისე ჟღერს რა, რაღაცა კარგად ვერ ხვდება საზოგადოება, მაგრამ აი მართლა თვითონ ხო თავიანთ შვილები კერძო სკოლებში და ევროპული ტიპის და ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით ევროპულ სკოლაში დაყავთ, მაგრამ აი რიცხვებს რო შევხედოთ, აი იგივე ეს გელაგელაძე მე ვინც ვახსენე, ეხლა სუსის უფროსი რო არის და ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხო, ეხლა ნაციონალური მოადგილე, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დროს უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა შსს-შიც და განათლების სამინისტროშიც მათ შორის, მაგრამ აი ეს კაცი მაგალითად სად იყო რომელ ბარიკადებზე? რომელ სად იდგა? თავი ვის მხარეზე დადგა, როდის დაიცვა ადამიანის უფლებები? ეს კაცი ხარჯავს 160,000 ლარს წელიწადში თავის შვილების განათლებაზე. ერთ-ერთი საქართველოში, კერძო სკოლაში, მეორე ევროპაში. ირაკლი კობახიძე 40,000 ლარს ხარჯავს ევროპული ტიპის, არ დავასახელებ სკოლებს, ხო, ევროპული ტიპის კერძო სკოლაში თავის შვილების განათლებაზე. თელა წულუკიანიც ასევე არ დავასახელებ სკოლას, მაგრამ ხო თქვი რომ მართლა მქონდა რაღაცა იყო თეორიული შანსები რომ მართლა მესწავლებინა მისი შვილის. კი და ხო და აი წარმოუდგენელი ის არის, ხო, ეხლა 157,000 ლარი, ხო, საქართველოს მოქალაქეს რაღაცა საშუალო სტატისტიკურს არის დაესიზმრება ალბათ არასდროს. თქვენ თუ გინდათ პოპულიზმი დაუძახეთ და თუ გინდათ თელმა მოძრაობამ ისრები მესროლეთ, მაგრამ ჩემზე რო იყოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები, ვინც არიან მინისტრები და პარლამენტის წევრები და სამინისტროში მაღალი რანგის რაცა დეპარტამენტის უფროსი ან მინისტრის მოადგილე, ყველას აუკრძალავდი კერძო სკოლაში თავისი შვილის მიყვანას. და ისწავლონ იქ, სადაც ჩვენი ოჯახის წევრები სწავლობენ და მიიღონ იგივე შოკი მათმა შვილებმა, რა შოქსაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, როდესაც შედიან სკოლის ბუფეტში, ან შედიან სკოლის საპირფარეშოში, ან გადიან სკოლის საჯარო სკოლის სათამაშო მოედანზე და უყურებენ იმ საშინელებას და კოშმარს, რაც რეალობა არის თბილისის ცენტრში მდებარე ერთ დროს ძალიან პრესტიჟული საჯარო სკოლებისთვის და როცა მათი შვილებიც მიიღებენ ამ შოკს, მერე ეგებ დაფიქრდნენ, რომ საჯარო სკოლას
რაღაცა მოვლა ჭირდება. და ამას რო თავი დავანებოთ, ძალით არ უნდა ხდებოდეს ეს. ამათთვის კი საჭიროა და მე შემოვიღებდი ამას, მაგრამ შენ თვითონ რო ხარ განათლების მინისტრი და განათლების სისტემას ხელმძღვანელობ, ან შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ და უსაფრთხოებას ხელმძღვანელობ და გეშინია საკუთარი შვილის საჯარო სკოლაში მიყვანის, იმიტომ რომ ვერც განათლებას ვერ მიიღებს და ვერც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, მაშინ რა გინდა მაგ სამინისტროში და რა გინდა პოლიტიკურ თანამდებობას? რაღაცის კი პატარა რაღაცა რემარკა მინდა მეც რა რომ აი როდესაც ესე იგი ქართულმა ოცნებამ აი ეს ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ განათლება ჯანდაცვა ეს ყველაფერი ვერ შემოგვასაღა ხო ეხლა როგორ შემოგვასაღებს ჩვენ ცხოვრობთ ამ რეალობაში და ეხლა მე ვერ მეტყვის ეს რომ თურმე ხორცი გაიაფთა ეხლა სასაცილოა ეხლა ეგეთი დებილებიც არავინ არა ვართ აქ ხო მე ვცხოვრობ ამ ქვეყანაში მისგან განსხვავებით სადღაც ცხოვრობს მაგრამ ეხლა ეს რო თავგზა რო აგვიბნიოს ამ სიტუაციაში ხა რაღაც ახახო უნდა შემოგტენოს რაღაცა და ნუ ეს რა თქმა უნდა ღირებულებების საკითხი ხო რომ აი ევროპა ქართულობას გვართმევს და ჩვენ ოჯახებს ებრძვის და ჩვენს არ ვიცი მომავალს ებრძვის და ჩვენს კულტურას და ტრადიციას ებრძვის და აი რო დავფიქრდეთ რას დამსგავსა ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა აი ღირებულებების თვალსაზრისით რას გვინერგავენ ხო აი დავიწყოთ ძალიან მარტივი რაღაცა რითის არიან დასაქმებულები ჩვენი ახალგაზრდები და ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ახალგაზრდების კოლ ცენტრებში მოხუცების გაძარცვით და ეს ნორმალიზებულია ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს ეუბნებიან რომ მოხუცების გაძარცვით კოლ ცენტრებში მუშაობით ფულის შოვნა ნორმალურია იმიტომ რომ მე შენ სხვა სამუშაოს აქ არ შეგიქმნი და ვერ შეგიქმნი ჩვენ პატივსცემთ ქართველები ვამაყობთ ქართველები რომ პატივსცემთ ჩვენს წინაპრებს და ასაკოვან მოსახლეობას და რა გაგვიკეთა რას ვაკეთებთ ვძარცვავთ ჩვენივე პენსიონერებს ხო და 35%-იან სესხს ვახდევინებთ სესხებს იღებენ პენსიონერები ნუ თავი გადაირჩინონ აი ესე ვექცევით ჩვენ და აი ესეთ მდგომარეობაში მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი პენსიონერები ხო მემკვიდრეობის ძეგლები განადგურებულია. ნამდვილად. ან გაყიდვის ჩვენ გამოკითხვებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა ვისაც ენდობოდა ამ ქვეყანაში, ხო? ეკლესიის შემდეგ იყო ჯარისკაცი, ჯარი. რა გაუკეთა ჯარს? მატლიანი, დამპალი ხორცი აჭამა. და ფული გააკეთა. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჩვენს ბავშვებზე, ხო ესეა? რას უკეთებს ჩვენ ბავშვებს? ეს ხელისუფლება წამალს არ აძლევს, შიმშილში ამყოფებს, განათლების შესაძლებლობას უკარგავს. ხო და ანუ რომელ ღირებულებებზე გველაპარაკეთ? საერთოდ ეს ქვეყანა რას დაამსგავს ეს? ჩვენ ქართველები ვამაყობთ იმით, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია და ერთმანეთის გატანა შეგვიძლია, ხო? ეს ხო ჩვენი ტრადიცია იყო, არ ვიცი, ამას ხო სწავლობდით, რომელი მაგალითები მოვიტანოთ, ხო? მაგრამ დღეს ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა ის, რომ ერთმანეთს უნდა დაგვაპირისპიროს, ერთმანეთი უნდა დავყოთ პოლიტიკური ნიშნით, ეკონომიკური ნიშნით, სოციალური ნიშნით, ხო და აი ამაზე კაპიტალიზდება, აი ამ სიძულვილზე კაპიტალიზდება თეატრულუკიანი და მისნაირები, სიძულვილზე კაპიტალიზდებიან და მე გვეუბნებიან, რომ ისინი არიან ქართული ღირებულებების დამცველები. სრულიად უცხო სხეულები არიან. ჩვენგან სრულიად უცხო სხეულები არიან. ღირებულებებითაც, სოციალურადაც, ეკონომიკურადაც, პოლიტიკურადაც. ქცევითაც და ლექსიკონითაც ერთი დასუსტება მაქვს თუ შეიძლება რა. აი ეს ბევრჯერ მკითხეს და მინდა აქაც თქვა. როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვა შიმშილს, მეგობრებო. კარგად დაიმახსოვრეთ. არ გულისხმობთ რომ ვართ 40-იანი წლების საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მართლა საჭმელი არ ქონდათ და შიმშილით იხოცებოდნენ ადამიანები. როცა ვამბობთ ჩვენ სიტყვა შიმშილს, აქ გულისხმობთ რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, ვერ იკვებებიან ისე მინიმალურ დონეზე მაინც, რომ მათ მიიღონ მათი ზრდა განვითარებისთვის აუცილებელი მინერალები, ვიტამინები, ნივთიერებები. ანუ ამ ქვეყანაში
შიმშილს როცა ვამბობ, სიტყვას არ გულისხმობთ იმას, რომ ადამიანი შეიძლება პური და მცენარეული მარგარინის საზიზღრობა ტრანსცხიმებით გაკეთებული, რომელიც მე ხანდახან ძალიან მიყვარს, იმას ის რო აქ სახლში, ამას არ გულისხმობთ ჩვენ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ბავშვებს კონდეთ ჯანსაღი კვება, ხილი მიიღონ, წვნიანი მიიღონ, ბოსტნეული მიიღოს და ხო, ან ბავშვებს მაინც სასულებსაც ჭირდება, რომ ჩემი არ დამემსგავსონ, მაგრამ ჯანსაღი კვების შესაძლებლობას გულისხმობ აქ და ელემენტარულ ნივთიერებებს, რაც ადამიანებს ჭირდებათ და მერწმუნეთ მეგობრებო. ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და მართლა შიმშილის ზღვარზე არიან. აი ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა ამბროსი მელქაძემ ხონიდან ერთხელ მომიყვა ის მასწავლებელი არის ხონის სკოლებში, მომიყვა თავისი მოწაფეების შესახებ, რომელსაც ზოგს შია, ზოგს ლამის გული მიდის გაკვეთილზე და მერე გამოდიან და ლარიან იმას ყიდულობენ ლობიანს, რომელიც როგორ და რანაირადაა გაკეთებული კაცმა არ იცის და ამას დავარქვათ ჩვენ რომ ბავშვს არ შია და კარგად არის და მე ამბობს თვითონ ამბროსიმაც მოყვა ეს უამრავ პრობლემას იწვევს მათში ხო თვითონ გაკვეთილის პროცესიც თვითონ ჯანმრთელობაშიც გადაგვარებულია ნახევარი საქართველო აი ამ საშინელი კვების რეჟიმით ჯემი ჩათვლით ამას ღიათ ვამბობთ ხო და ვამბობთ ამას რომ უნდა გქონდეს ბავშვებს მაინც ნორმალური კვება და არ უნდა შიმშილობდნენ აი ამ ნივთიერებებით, რომელიც მათ ჭირდებათ, რომ მათემატიკური ამოცანა გამოიყვანონ და საკითხულიდან შინაარსი გამოიტანონ. ასე რომ დიდი მადლობა, რომ პურის ყუა და ტრანსცხიმებით გატენილი მარგარინი გადმოგვიგდეთ, მაგრამ ამას ჩვენი მოძრაობა არ კმაყოფილდება და სხვანაირი მიდგომა აქვს ბავშვთა შიმშილის საკითხთან მიმართებით. კარგი, მოდი ცოტა ბოლოსკენ წავიდეთ უკვე 1 საათი და მეტი არის რაც პირდაპირ ეთერში ვართ და შეჯამება რან უფრო ბევრი კრიტიკა გაჟღერდა და ეხლა ვისაუბროთ მოდი ჩვენ როგორ ხედავთ ხო ანუ ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყავთ და როცა მოვალთ ხელისუფლებაში როგორ უნდა გამოსწორდეს ეს მდგომარეობა ანუ რა საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს ქართულმა საქართველომ არა მარტო ევროკავშირთან მიმართებით არამედ ზოგადად ჩვენ საგარეო პოლიტიკას როგორ ხედავთ ხო იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ლევანმა თქვა და ამას ჩვენ ზოგადად მემარცხენეები დიდი ხანია ვამბობთ ამას ჯერ კიდევ ტაბუირებული რო იყო ევროპაზე მსჯელობა და ევროპის კრიტიკა იმისთვის რაც საკრიტიკებელია ევროპაში რომ ევროპა არის როგორც მაგალითად გერმანული AfD რომელიც არის შეიძლება ითქვას ნეოფაშისტური პარტია მაგრამ იქვე არის მაგალითად პროგრესული პარტიებიც იქვე არის სანჩესის ესპანეთის ასე ვთქვათ და ჩვენი მოძრაობას ზუსტად ეგ ხედვა აქვს რომ ჩვენ ვეძებთ მოკავშირეებს ღირებულებებზე დაფუძნებით ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს ვინც იზიარებენ აი იმ ხედვებს იმ პოლიტიკებს რაც რისიც ჩვენ გვჯერა და აი თვითონ ევროპის შიგნითაც მიმდინარეობს ბრძოლა პროგრესული იდეებისთვის და იმ იდეებისთვის რაზეც დაყრდნობითაც თავის დროზე შეიქმნა ევროკავშირი და რაზეც დგას აი ის ევროპული მშვიდობა და კეთილდღეობა რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამყარდა ხო და ამ ჩვენ ზუსტად აი ესეთ პროგრესულ ძალებთან ვეძებთ თანამშრომლობას და ჩვენი ხედვა ზუსტად ეს არის რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც ჩვენ რა თქმა უნდა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა უნდა ვიყოთ სხვადასხვა კავშირების ნაწილი იქნება ეს ეკონომიკური პოლიტიკური და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ ამ კავშირებში არ უნდა შევიდეთ რაღაც ბრმად ასე ვთქვათ არამედ იმ ხედვით იმ სახელმწიფოებრივი ხედვით რომ რა შეიძლება მიიღოს აქედან ამ კავშირიდან ამ თანამშრომლობიდან ჩვენმა სახელმწიფომ ხო და როცა მე თავიდან ვთქვი რომ აი ეს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან ზედაპირულად და ტექნოკრატიულად ხდება ზუსტად მაგას გულისხმობდი რომ ბევრად მეტის მიღება შეიძლებოდა აი ამ პროცესისგან ვიდრე მიიღო საქართველომ და რაღაცა ის მცირე პროგრესები რაც გვქონდა შრომის კანონმდებლობის თვალსაზრისით
თვალსაზრისით იქნება თუ ასე შემდეგ. ეგეც გამოიბრძოლა, ასე ვთქვათ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც დღეს აქსელულები არიან და აგენტებად შერაცხული და ანუ იმიტომ რომ თვითონ მათ მოძრაობებმა იბრძოდნენ ამის მარტო მაგათ უნდა უთმობ მაგ გამობრძოლებას. ძალიან გთხოვ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ თვითონ ხელისუფლების ხედვა კი არ იყო ეს და მათი დამსახურება კი არ იყო ეს თავისთავად თვითონ პროცესის და იმ სხვა ხალხის ვინც დღეს აგენტებად არიან გამოცხადებული აი ამის წყალობით და იმიტომ რომ არც ქართულ ოცნებას არასდროს არ ჰქონია სახელმწიფოებრივი ხედვები. ანუ სახელმწიფოებრივი აზროვნება მათ არასდროს არ ჰქონია და ჰქონდათ მხოლოდ რაღაცა ეს ვასალური აზროვნება, ვასალური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართაც, რომ რას გულისხმობდი მე, რომ რაღაცა ეს ბრმად მორწმუნეობა, რომ თითქოს რაღაც დასავლეთი როგორც და ან ევროპა რაღაც ერთი მთლიანი იყოს და მხოლოდ სიკეთის განსხეულება და თუ რაღაცა ესე იგი 2022-ში არ ვიცი სადღაც კულისებში როგორც ამტკიცებენ თვითონ რომ რითომ რაღაცა ვიღაცამ სადღაც რაღაცა თქვა და აი გადაუბრუნდათ ტვინში ყველაფერი რომ თურმე შეიძლება იყვნენ იქაც ვიღაცები ვისაც რაღაცა ინტერესები ექნებათ და აი სახელმწიფოებრივი ხედვა იმაში მდგომარეობს ზუსტად რომ შენ კარგად გესმოდეს რომ ნებისმიერი კავშირი რომელშიც შედიხარ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება იქ ყველა ანუ შენ შედიხარ იქიდან ანუ შენ როგორც სახელმწიფო ის წონა გაქვს რამდენადაც შიგნით როგორც სახელმწიფო ხარ ძლიერი ეკონომიკურად და პოლიტიკურად. თუ შიგნიდან ეკონომიკურად და პოლიტიკურად სუსტი ხარ, იმ კავშირში სუსტი შედიხარ. და ესენი ზრუნავდნენ არა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა შიგნიდან გაძლიერებული იყო ეკონომიკურად და პოლიტიკურად, არამედ აი ეს უბრალოდ ბრმად რომ უბრალოდ შევიდეთ და მერე გვეშველება. და ამიტომაც რაღაცა ანუ ანუ ამ პროცესისგანაც იმაზე მეტის მიღება შეიძლებოდა, ვიდრე მივიღეთ და რომც გაგრძელდეს ქართული ოცნების პირობებში დაუშვათ და არ ვიცი, ხვალ ბიზნა ივანიშვილს გადაუტრიალდა და მის ბიზნეს ინტერესებში არის ახლა რომ შემოატრიალოს ასე ვთქვათ ფირფიტა და ისევ პროევროპელად გამოაცხადა თავი, ხო? ესენიც რა თქმა უნდა, რასაც ეტყვიან, რასაც ჩასახებს, იმას ამოძახებენ და ანუ ისევ გახსნენ პროევროპელები. ამათ ხელში მაინც ვერ მიიღებს ეს ქვეყანა იმას, რაც შეიძლება მიიღო შენ აი ამ პროცესისგან, ევროინტეგრაციის პროცესისგან, იმიტომ რომ მათ ამის ხედვა უბრალოდ არ აქვთ. არ აქვთ ეს ანუ სახელმწიფოებრივი ხედვა, ისინი ყველაფერს უყურებენ რაღაცა აი ძალიან ან ტექნოკრატიულ დონეზე, ან როგორც აი ბიზნეს, ხო? ლევანმა ძალიან კარგად ახსნა, რომ ბიზნა ივანიშვილი საქართველოს უყურებს როგორც რაღაც თავისი ბიზნესის ერთ-ერთ რაღაცა განყოფილებას და ამ თავის კადრებს გადაანაცვლებს აქეთ-იქით, როგორც მოუნდება, როგორც რახაზიაძეც გაიღვიძებს, ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე, ასე იგი ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სახელმწიფოებრივი აზროვნება რას გულისხმობს, ხო, რომ შენი ქვეყანა შიგნიდან უნდა გააძლიერო ეკონომიკურად, პოლიტიკურად და რაც უფრო ძლიერი იქნები, უფრო მეტი წონა გექნება ნებისმიერ კავშირში, რომელშიც შეხვალ, ხო? ეხლა მაგალითად ჩინეთზეც რატო თქვი, ხო, ეს იმიტომ რომ ანუ არაფერს არ წარმოადგენს შენ ეხლა დღევანდელობაში, დღევანდელი მოცემულობა რაც არის და შესაბამისად ვერანაირად ვერ გექნება თანასწორი ურთიერთობა უდიდეს პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური და მსოფლიო პოლიტიკური მოთამაშე არის და ანუ ის რასაც გვასაღებენ ხომ რომ აი ახლა რაღაცა ჩინური ინვესტიციები იქნება, ან არ ვიცი არაბული ინვესტიცია, ნებისმიერი ინვესტიცია საქართველოს ტიპის ქვეყანაში საფრთხის შემცველი არის, რატო? იმიტომ რომ ეს საფრთხის შემცველი რა მხრივ, რომ შენ თუ არ გაქვს შიგნით რეგულაციები, შენ თუ არ გაქვს შიგნით ინსტიტუტები განვითარებული, შიდა დემოკრატია განვითარებული, ხო, როგორი ეკონომიკა გინდა? როგორი ეკონომიკა გინდა? ის ინვესტიცია ისთვის გჭირდება. ესეთი, ანუ ყოველთვის ესეთ ქვეყნებში საქართველოსნაირ სამწუხაროდ უნდა ითქვას დაბალი ხობის ქვეყნებში შედის ძალიან სპეკულაციური ტიპის ინვესტიციები, ან ხორციელდება ძალიან სპეკულაციური ხასიათის პროექტები, რომლითაც მდიდრდებიან ხოლმე ძალიან ვიწრო ჯგუფი, რომელსაც ძალიან დიდი ზიანი მოაქვს მერე გარემოზე, ეკოლოგიაზე, იქ ირღვევა შრომითი უფლებები, ასე შემდეგ და ხალხი ადგილობრივები იძარცვება, ან მათი ექსპლუატაცია ხდება და სარგებელს იღებს ძალიან ვიწრო ჯგუფი და ეს მერე, ხო, და ხო, არც გადასახადებს იხდიან არაფერს და არაფერი არ შედის ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ქვეყანა ზარალდება. ამიტომ არის რომ ჩვენაც საუბრობთ
ინვესტიციებზე. ინვესტიციები ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთანაც საჭირო არის, ევროკავშირთანაც საჭირო არის, ამერიკასთანაც საჭიროა, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ შენ რა როგორ თქვა, ასე თქვა, რა სტატუსით შედიხარ ამ ურთიერთობებში და შენ თვითონ რა ძალა გაქვს როგორც სახელმწიფოს და შენ თვითონ რა ხედვა გაქვს როგორც ამ სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომ აი ამ კავშირისგან სახელმწიფო რას მიიღებს. განა ის რომ შენ რას მიიღებ პირადად. ამათთვის ხო პირადი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებთან არის გათანაბრებული, ხო? მათი თვითონ თუ ცუდად მათ თუ სანქციებს უწესებენ, სახელმწიფოს უწესებენ სანქციებს. ისინი თუ პირად მოგებას ნახულობენ, სახელმწიფომ ნახა მოგება და ანუ ეს საერთოდ რომ მოშლილი აქვს და ამიტომ ხო ჩვენი ხედვა საგარეო პოლიტიკაზეც ეს მათ შორის არის ზუსტად აი ესეთი ხედვა რომ ჩვენ გვჭირდება ამ სხვადასხვა კავშირებში შესვლა სხვადასხვა აი ამ ურთიერთობების დამყარება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ ვართ ძალიან მოწყვლადი გეოპოლიტიკურად და იმ კიდან გამომდინარე სად იმყოფებით ტერიტორიულად და აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ესე იგი ჯერ შიგნიდან ქვეყნის გაძლიერება და აი ესე გაძლიერებულად აი ამ კავშირებში შესვლა რომ ყველაფრიდან რაც შეიძლება მეტი მიიღოს სახელმწიფომ და არა კონკრეტულმა რომელიმე პარტიამ და ამ პარტიასთან დაახლოებულმა ჯგუფმა. გამიგრძელდა ახლა ძალიან ბოდიშით. ბიკო, კითხები ხო არ არის შემოსული შემთხვევით? კარგი, მაშინ დამატება თუ გინდათ რაღაცების და შეგვიძლია ბოლოსკენ წავიდეთ. შენს აი საგარეო პოლიტიკაზე კარგად ვილაპარაკე. ალბათ აი ძალიან მოკლედ იმას ვიტყოდი, რომ საგარეო პოლიტიკა როგორც ესეთი თავისთავადი არ არსებობს. საგარეო პოლიტიკა ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ უნდა განსაზღვროთ და ჩვენ მოძრაობაში განსაზღვრეთ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები, ხო? არა სახელმწიფო ინტერესი, რომელსაც როგორც ჩვენ თქვი, თავიანთ პირად ინტერესად გვასაღებენ, არამედ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი არის სოციალური კეთილდღეობა, მოსახლეობის და სოციალური თანასწორობა და სამართლიანობა. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ჩვენი რესურსების რაციონალურად, გონივრულად და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ჩვენი ინტერესი არის ეკონომიკური განვითარება, ხო? ჩვენი საგარეო პოლიტიკა აი ამ კომპონენტებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამის მიხედვით უნდა ვწყვეტდეთ მერე ჩვენ რომელ კავშირში შევალთ, ვისთან გვექნება ურთიერთობა, რა ტიპის ურთიერთობა გვექნება და ასე შემდეგ. ანუ არ ვიცი, შეიძლება ჩემი მოსაზრება ესეა და თუ მეთანხმებით ან არ მეთანხმებით თქვით, რომ საქართველოს ყველაზე ეკონომიკურად, სოციალურადაც, კულტურულადაც ყველაზე კარგად მაშინ იყო, როცა ქვეყანაში დემოკრატია იყო. უბრალოდ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში არ იყო მართალია, მაგრამ როცა მეტნაკლებად არსებობდა სივრცეები, რომ მოსახლეობას თუ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს თუ არასამთავრობო სექტორს გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ხო? მაშინ მეტნაკლებად ეს ქვეყანა წინ მიდიოდა სხვადასხვა მიმართულებით, ხო? ამიტომ ესეც უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატია ამ ქვეყანაში არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ჩვენი საგარეო პოლიტიკაც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დამყარებას. ავტოკრატებთან, კლეპტოკრატებთან, არ ვიცი, რაღაცა კორუმპირებულ, უცნაურ, არაანგარიშვალდებულ ხელისუფლებებთან თუ პირებთან ჩვენი კავშირები, ეკონომიკური კავშირები მით უმეტეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. ოლიგარქებთან ეკონომიკური კავშირები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, იმიტომ რომ ის სწორედ მოემსახურება სოციალურ დაცვას, განათლების უკეთესი განათლების მიღებას, ეკონომიკურ წახალისებას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც ვიფიქროთ ჩვენ, რა არის სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობისთვის ეროვნული ინტერესი. როცა მშვიდობაზე ვლაპარაკობ და ძალიან კარგად გვესმის, რომ მშვიდობა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, არა მხოლოდ იმ პირობების გამო, სადაც ცხოვრობთ, არამედ იმიტომ, რომ გეოგრაფიაც ასეთი გვაქვს, იმიტომ, რომ ისტორიაც ასეთი გვაქვს, უამრავი კონფლიქტი და ომი გვაქვს გადატანილი და დიახ, საქართველოს ჭირდება უსაფრთხოება და მშვიდობა, მაგრამ აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ევროკავშირი არის და ევროკავშირის მექანიზმები, ევროკავშირის ინსტიტუტები არის წინაპირობა, გარანტი თუ არა, წინაპირობა მაინც იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიანი ურთიერთობები დავამყაროთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან, ხო? ვიცხოვროთ თანასწორად საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებთან, რომლებთაც ვაღიაროთ, რომ არსებობს რაღაცა
კონფლიქტები, ხო, რომელიც შიგადაში წავდება ხოლმე და ამოდის ზედაპირზე, მაგრამ უფრო მეტად ეს უსაფრთხოების ძალების მიერ არის რეპრესირებული, ხო? აი სწორედ ევროპოლიტიკის დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკა, ჩართულობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, მონაწილეობაზე დაფუძნებული პოლიტიკა არის, რაც ჩვენ ქვეყანაში სჭირდება საზოგადოების გამთლიანებისთვის, საზოგადოების მუშტად შეკვრისთვის და არა ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც ჩამოშალა ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ქართულმა ოცნებამ. მე რავი ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ მით უმეტეს სოციალ-დემოკრატიაზე როცა ვსაუბრობთ, პირველი რესპუბლიკა და მაშინდელი სოციალ-დემოკრატები იყვნენ, ვინც ყველაზე მეტად ამყარებდნენ კავშირებს ევროპასთან და ზუსტად ამ ხაზის გაგრძელება გვინდა ჩვენ და ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ისევ იმ გადაცემას, რომ დაუბრუნდე, რომ ჩვენი მოძრაობის მეგობრებო ძალიან ეშინიათ ეს ფაქტი არის და ასეთი ერთობების ძალიან ეშინიათ, ვისაც გარკვეული იდეოლოგიური საფუძველიც აქვს, კომპეტენციაც აქვს, ერთიანობაც აქვს, ამიტომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი გზა, ზრდა და განვითარება, ცოტაც გვაცადონ და ჩვენ აუცილებლად ჩვენ სიტყვას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვიტყვით, რომელსაც აშკარად სჭირდება მემარცხენე ხაზის დაბრუნება. ერთი საკითხი არის შემოსული ცენტრალიზაციასთან დაკავშირებით აინტერესებს ჩვენი აზრი და დეცენტრალიზაციაზე და როგორ უნდა მოხდეს ასე ვთქვათ დემოკრატიული სისტემის მოწყობა ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ცალკე ამაზე გქონდა ერთ-ერთი ეპიზოდი YouTube-ზე თუ მოძებნით მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის გვაქვს ცალკე პლეილისტი პოდკასტის და ერთ-ერთ ეპიზოდს ნახავთ აუცილებლად ზუსტად აი ამ დეცენტრალიზაციაზე და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება და ამაზე ჩვენი ხედვა როგორი არის თუმცა ჩვენ როგორც იცით მუშაობთ ასევე პროგრამაზე რომელიც თითქმის დასრულებული არის ეხლა დამტკიცების ეტაპებს გაზდის ჩვენ ძალიან ბევრი ეტაპები და ძალიან მკაცრი და ეტაპები გვაქვს დასამტკიცებლად ესეთი დოკუმენტების და როცა მზად იქნება ჩვენი გეგმა არის რომ შემდეგ ამის ფართო საზოგადოებაზე თან წარდგენაც მოხდეს რომ აი ამ სხვადასხვა მიმართულებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დემოკრატიული პროექტის მიმართულებით დემოკრატიული განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ ჩვენ რა ხედვები გვაქვს და როგორ წარმოგვიდგენია მოკლედ მთლიანი სისტემა, ანუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ცხოვრების ეს სხვადასხვა სფეროები, ისე რომ თან ეს სხვადასხვა პოლიტიკები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში იყოს და ერთი მთლიანი სურათი იკვრებოდეს. აგერ ჩვენი ლევანი არის ამ პროცესის ხელმძღვანელი და კოორდინატორი. ლევან, შენ ხარ დამატებდი და ერთი კითხვა არის ასევე შემოსული და ამ კითხვაზეც შეგიძლია შენც გასცე პასუხი. თქვენი აზრით კონსტიტუციაში ჩაწერა სწორი იყო თუ არა? ალბათ იგულისხმება აქ ის მუხლი, რომელიც აი მაშინ იმ დროს მე ძალიან მეუცნაურებოდა ეს, რომ რა საჭიროა კონსტიტუციაში ამისი ჩაწერა და იმ დროს ალბათ ვინმე ჩემთვის რო ეკითხოს გამეცინებოდა და ვიტყოდი რომ არასერიოზულია ამის კონსტიტუციაში ჩაწერა, მაგრამ კიდე კაირო ჩაწერილია რომ რაღაც რიტორიკის დონეზე მაინც და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კონსტიტუცია ჩვენ გვიმაგრებს ზურგს და არა მათ. კიდე კაირო ეს ჩაწერილია. და მე მინდა რომ დღეს ამას იქით ყველა პოდკასტში ესეთი ტრადიცია დამკვიდრდეს რომ დასასრულს ჩვენ შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს რომ მოძრაობა უახლოეს მომავალში შემოდგომაზე აპირებს სადამფუძნებლო ყრილობის ჩატარებას. მეგობრებო, თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა რომ გახდეთ საქართველოში სრულიად გამორჩეული პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლები, მესაძირკვლეები. ესეთი პარტია, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, მართლა 130 წელი ამ ქვეყანას არ ღირსებია. ერთ დროს შექმნეს პირველი რესპუბლიკის დროს ბევრი ესეთი პარტია იყო, რომელსაც იდეოლოგიაც ჰქონდა, სტრუქტურაც ჰქონდა, დემოკრატიულადაც ორგანიზებული იყოს, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ პარტიების ნაცვლად გვაქვს ფან-კლუბები და ერთი ადამიანის ირგვლივ გაერთიანებული რაღაცა დაჯგუფებები. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ პარტიას. ვაშენებთ ისეთ პარტიას, სადაც ყველა წევრის ხმას აქვს წონა. ვაშენებთ პარტიას, სადაც არ არიან ბელადები. ვაშენებთ პარტიას, რომელსაც უნდა დემოკრატიული სოციალიზმი და თანასწორობა და სამართლიანობა ამ ქვეყანაში. და გვჭირდება თანადგომა. მარტო ვერ ავაშენებთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, ამიტომ
შეგიძლიათ ჩვენი მოძრაობის Facebook გვერდზე ნახოთ ბმული, რომლითაც შეძლებთ ჩვენს მოძრაობაში გაწევრიანებას და გვაქვს სიახლე. ვიწყებთ ღია კარის დღეებს, რომ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას სად ვდგავართ, როგორ ვდგავართ, რა მიზანი გვაქვს, ჩვენი პარტიის წევრი როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ადამიანმა ჩვენ პარტიაში. აი ამ ყველა კითხვაზე საპასუხოდ ვიწყებთ ღია კარის დღეების ჩატარებას. ასევე შევბრძანდით სოციალურ ქსელში მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის და იქ პირველი ღია კარის დღის სარეგისტრაციო ბმული არის. დარეგისტრირდებით, მიიღებთ მოწვევას, მობრძანდებით შეხვედრაზე და რა შეკითხვაც გექნებათ, ყველაფერს უპასუხებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გაქვთ უნიკალური შანსი, რომ შექმნათ ჯერ არ ნახული, ჯერ არ გაგონილი პოლიტიკური პარტია და დახმარება გჭირდება. მარტო ვერ დავაფუძნებთ, იმიტომ რომ მე ადრეც მithქვავს, არც ფული გვაქვს ჩვენ, არც რაიმე რესურსი გვაქვს, მართლა შიშველი ხელებით ვაშენებთ ამ პარტიას და ცოტა შეიძლება დაგჭირდეს 1-2 აგურის მოწოდება თქვენგან და ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ასე რომ 13 ივნისს საღამოს 18 საათზე გვექნება ღია კარის დღე. სად გვექნება? დარეგისტრირდით იმულზე და გაიგებთ სად გვექნება ეს პრეზენტაცია. ორწიაძლებას დავამატებთ თქვენის ნებართვით და ის ხალხი, ვინც შეიძლება ჯერჯერობით ორჭოფობთ, არ ხართ დარწმუნებული, ან არ გაქვთ იმის საშუალება, რომ აქტიურად ჩაერთოთ პროცესებში, შეგიძლიათ ფინანსურად დაგვეხმაროთ და ხარი დაგვიჭიროთ, იმიტომ რომ ჩვენი მოძრაობა არსებობს მხოლოდ წევრების საწევროების საფუძველზე და მხარდამჭერების შემოწირულობების საფუძველზე. ჩვენ არ გვყავს არანაირი მსხვილი დამფინანსებელი და არც არასდროს არ გვეყოლება დიდი ალბათობით. თუმცა ზღვარი გვექნება აუცილებლად დაწესებული, რომ რა ზღვარს ზემოთ უკვე აღარ მივიღებთ ჩვენ დაფინანსებას, იმიტომ რომ არ გვინდა არასოდეს რომ რომელიმე დიდი ფულის ტომარაზე ვიყოთ დამოკიდებული. ვასრულებ ბიკო ორი სიტყვას დამამატებინე თუ შეიძლება დავასრულებ. და ლევანმა რაც თქვა ახლა პარტიაზე, ამგაზეთ ორ სიტყვას დავამატებთ, რომ ჩვენ პარტიის გზა ავიჩვიეთ, იმიტომ რომ ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ის პარტია, რომელიც გაატარებს ჩვენს ინტერესებს, იმ ხალხის ინტერესებს, ვინც წლებია ამ ქვეყანაში განდევნილია პოლიტიკიდან, პროცესებიდან და ჩვენ თვითონვე თუ არ ვორგანიზდებით, სხვანაირად არ გამოვა, ჩვენ თვითონ დავიპოვოთ ჩვენ თავში აი ეს ძალა, ის ახალი ძალა, რომლის მოთხოვნაც არის და ეს ახალი ძალა, ასე ვთქვათ, ჩვენი თავისგან თავადვე უნდა შევქმნოთ და ჩვენ თვითონვე პოლიტიკა არ არის პროფესია, პოლიტიკა არ არის კულისებს მიღმა ჭორაობა, პოლიტიკა არის ყოველდღიურობა და ამ პროცესში მონაწილეობა არის ყველას პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს დემოკრატიული ქვეყანა, რომელზეც ვლაპარაკობთ, ეს დემოკრატიული ქვეყანა უნდა ავაშენოთ ერთად. და 13 ივნისი. 18 საათი. კარგი, მადლობა ვინც გვიყურებდით და ესე იგი გამოიწერეთ ჩვენი გვერდები, მხარი შეგიძლიათ დავიჭიროთ, ნახავთ ასევე ესე იგი წევრობის შესავსებ ფორმას და ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათობით სხვადასხვა მეტროსადგურებთან ვიკრიბებით, ხოლმე მართალია წინასწარ არ ვამბობთ ხოლმე სად ვიკრიბებით, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, თუ არ იცნობთ არავის მოძრაობის წევრებიდან და გინდათ ჩვენი გაცნობა, შეგიძლიათ ჩვენ პეიჯზე მოგწეროთ, ხუთშაბათს დავუშვათ სად ვაპირებთ შეკრებას, შეგიძლიათ მე მოხვიდეთ და გაგვიცნოთ და ასე იქნებ მე უფრო თამამად მიიღოთ გადაწყვეტილება წევრობაზე. მადლობა და ნახვამდის.